ორეულთან შეხვედრის მოლოდინში. მდინარე მოსკვის სანაპიროზე, კაფე რეჩნოე ვокზალში, უჩა და გია მაგითას უსწრდნენ. სუფრა ქართული გაეშალათ. ერთი ბოთლი ხვანჭკარა, ხაჭაპური, შემწვარი წიწილი, სულუგუნი და ნიგზიანი მხალეული ხელუხლებრად იდო. ოფიციანტი ბიჭი გაოცებული უყურებდა უჩვეულო სტუმრებს, რომლებიც კარგა ხანია ისხდნენ გაშლის სუფრასთან, ხაჭაპურიც გაუცივდა და კეჩი შემწვარი წიწილიც, არა და ქართველი კლიენტები ყოველთვის ხაჭაპურს ითხოვდნენ. ესენი კი ხაჭაპური ხომ არ გავაცხელო, იკითხა ოფიციანტმა. არა, გმადლობთ, ნუ შეწუხდებით, თუ რამე დაგჭირდება დაგიძახეთ. ჩვეულებრივ ქართველებს გემრიელი ჭამა უყვართ. თავი იმართლა ოფიციანტმა და სწრაფად გაეცალა იქაურობას. გიას გაეღიმა და უჩას მიუბრუნდა. ასეთი დაძაბული კარგა ხანია არ მინახი ხარ. ძალიან ნერვიულობ, არა და სანერვიულო რა გახსო, ორეულს უნდა შეხვდე, უცხოს ხომ არა. როგორ გითხრა ჩემო გია, მართლა ნერვიულობ, ხვალინდელი შეხვედრა ბევრ რამის გადაწყვეტს. რა თქმა უნდა საინტერესოა, სახალისოც კი, რომ შენ არის ადამიანს შეხვდები, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ შეხვედრა არ არის. ამ დღეზე ხომ მთელი 6 თვეა ოცნებობ. თანაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელი არ გაგვინძრევია არც ერთს. სამუშაო ვერა და ვერ გამონახებ. და ეს მოლოდინი და იმედიც, რომ წყალში ჩაგვიყაროს, მერე ნახე შენ. ნუ გეშინია ბიჭო, რა იმედი დაგიწურავს, ყველაფერი კარგად იქნება. წარმოიდგინე, ორი სხვადასხვა გარემოებში გაზრდილი ადამიანი ხვდება ერთმანეთს. ერთნაირი სახე აქვს და ერთნაირი აღნაგობა. შენ წარმოიდგინე, წონაც კი ერთი გვაქვს, თმაც კი ერთნაირად შეთხელებული. აი მენტალიტეტს რაც შეეხება, მენტალიტეტი აბსოლუტურად განსხვავებული გვაქვს. უფრო დეტალურად გინდა გაგიმგართო? კი, ბატონო, აი ჩვენ დამშეული, დაქცეული და ღარიბი ქვეყნის შვილები ვართ. ფულის საშუალებლად რომ ყოველგვარ რისკზე წავართ. ყველა ხელს გამოვიყენებთ. ის კი მდიდარი, ყოველმხრივ უზრუნველყოფილი ადამიანია. ზესახელმწიფოს უზრუნველი შვილი. ჩვენ მისი იმედი გვაქვს, იგი ისე გჭირდება, როგორც წყალი და ჰაერი. იმედი გვაქვს, რომ დაგვეხმარება, ხოლო როგორ და რანაირად, ეგ კიდევ საკითხავია. წარმოიდგინე, რამხელა სიფრთხილის გამოჩენა გმართებს, რომ უმნიშვნელო შეცდომაც არ დაუშვათ და მის თვალში ღირსეული ადამიანი წარმოჩნდეთ. ვინ იცის, ფიქრობს, რა უნდა ჩემგან და შეიძლება თუ არ ვენდოო. უჩა, თუ ხდები, რომ სიტუაცია ძალიან ამძიმებ, რომ არ უნდოდა შენთან ურთიერთობა, სულაც არ ისურვებდა შეხვედრას და მორჩა. არა, მე მხოლოდ შეხვედრა არ მადარდეს, მე რეალობა სახით თვალით აღვიქვლა. მხოლოდ შეხვედრა არ კმარა, შეხვედრა შედეგი უნდა მოხვდეს. მოხვდება კიდეც, ასე რომ ასაღელვებელი ბევრი არაფერი გაქვს. ძმაკაც კი ამშვიდებდა, მაგრამ თავადაც არანაკლებ ღელავდა გია. გია, ყველაფრისთვის მზად მინდა ვიყო. ხო და ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა. შენ კი იცი, როგორ გინდა, მაგრამ იმ ჩემმა ორეულმა იცის, ან საერთოდ წამოყვება ჩვენს ხურტურებს, ხმას აუწია უჩა. ვითომ რატომ არ წამოყვება, რამე ცუც თავაზუ თუ რა? რა დაინტერესება ექნება, რისთვის უნდა გარისკოს? უჩა, შენ სულ დამაბნიე, იქნებ ამიხსნა რა გინდა. ეს არც ისე იულია გია. რა ვიცი, შენ არ ამბობდი, ნორმალური ტიპი ჩანსო. გიამ ჭიქა ხვანჭკარი დაავსო და სულ მოუთმნა დალია. ხო, ნორმალური ტიპი კი ჩანს, კომპიუტერის ეკრანიდან, მაგრამ მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. რიც უნდქავს, რა პიროვნება, რა უყვარს, ჩემზე რას ფიქრობს და საერთოდ ვინ არის. ეს ყველაფერი გასაშიფრი და პასუხსაგები გია. ოდა, ხვალ გავშიფრავთ, აუტკივარ თავს ტყუილად რას იტკივებ. მეც მანერვიულებ და შენს თავსაც არ ზოგავ. ბანკირებთან საქმიანობს, თან კარგი პერსპექტივა აქვს, ფიქრობ საკმაოდ მოხერხებულიცაა. ჩვენ რა, რითი ვართ ამ ვიღაც ამერიკაზე ნაკლები, მოდი რა, ეგეთ ფიქრებს შეეშვი. შენ ყოველ შემთხვევაში არ შეგშვენის, გაიხსენე ჩვენი უბნის ჟარგონი, ფეხებზე დაიკიდე და გულზე მოგეშვებაო. ახლა კი ჩემო უჩა, სანამ ყველაფერი გაყინულა, მოდი ცოტა შევჭამო და თითო ჭიქა დავლიოთ კიდეც, დანარჩენს მოევლება. გიამ ჭიქები შეავსო და უჩას მიმართა. რამდენი წელია მიცნობ უჩა? ბევრი, მაინც არ მოიშვა გია. რა ვიცი, რა თავი მახსოვს, ალბათ 20, არა 25. მერე არასაკმარისი არ არის, შეყურუმსახო.
რას მანერიულებ? როდის იყო საქმე დაგვიწყია და ბოლომდე არ მიგვიყვანია? მოდი მაშინ ჩვენს მობას გავამარჯოს. ჩვენი ურთიერთობა ძმობი დაიწყო და ძმობი თვე უნდა დამთავრდეს. თავარი ახლა აჩქარდე. მეც რომ ამაჩქარე, ისიც იცი, სიჩქარით ბეჯო წაგვიგია. და გიამ ოფიციანს გაზახა. კიდევ ერთი ბოთლი მოგვიტანეთო და ისიც მაშინვე მოვიდა ხვანჭკარის ბოთლით ხელში. ამერიკელი ორეული მოსკოვში. მოსკოვის ერთ-ერთი კომერციული ბანკის შენობის წინ იმდენი ახალი მოდელის მერსედესი, BMW და სხვა უცხოური მარკის მანქანა იდგა, რომ გამრელები მცირე ხნით ჩერდებოდნენ და ისე ათვალიერებდნენ. იფიქრებდი გამოფენაზე მოსულანო. ბავშვები კი შედარებით დიდხანს ჩერდებოდნენ ხან ერთ, ხან მეორე მანქანასთან, თუმცა კი იქვე მდგომი კუნთმაგარი მცველები დიდხანს არ აჩერებდნენ აბეზარ ცნობის მოყვარეებს. ინტერესი კი იმდენად დიდი იყო, რომ ხალხის ტალღა უფრო და უფრო მატულობდა. საინტერესოა რა ხდება, რამდენი მდიდრული მანქანაა. ეს სიტყვები ეკერა პირზე ყოველ მეორე გამლეს. ბანკითა შეხვედრა იყო პასუხი. შეიკრიბნენ ხო თანამედროვე ფაშისტები, ჩვენი ფულით გამდიდრებულები. ამათ ახალი სტალინი უნდათ, გურჯემ ჯიხს იცემდნენ ხანში შესული რუსი მოქალაქეები. შეხედეთ, როგორ ძვირფას კოსტუმებში გამოწყობილან. ლაპლაპი გაუდით ამათ ფეხსაცმელებს. ალალია ამათთვის ერთი ატომური ბომბი. ცნობის მოყვარეები შემოიკრიბა მეორე მსოფლიო ომის რომელიღაც ხერჯოხიან ვეტერანს. საერთაშორისო ბანკში კი არავის აინტერესებდა მათი აზრი. აქ ცხოვრება რომ იტყვიან თავისი წესი და რიგით მიდიოდა, თუმცა კი არც მთლად მოწესრიგებულად. სურვილი იმაზე ბევრი მოდიოდა ტრენინგებზე, ვიდრე დარბაზი დაიტევდა. შესასვლელთან რამდენიმე მორიგე ამოწმედა მომსვლელთა საშვებს და თავაზიანად უთითებდნენ დარბაზისკენ. მაგრამ მომსვლელთა ნაკადი არად არ კლებულობდა. დაცვის ბიჭები აშკარად ღელავდნენ. ვოვა დამთავრდა, არავინ აღარ შემოუშვა, დაკეტეთ კარი, გასაბრძანება დაცვის უფროსმა. ივან ვასილიევიჩი, ვინც მოდის ყველა საშვი აქვს, გაუყოთ, გაუკვირდა ვოვას. დარბაზში აღარ არის ადგილი, სხვა დღეებში ჩატარდება ტრენინგები. ბანკის მმართველი უკმაყოფილოა, წარმოუდგენლად ბევრი ხალხი მოდის, ასე არ შეიძლება. როგორ თუ არ შეიძლება, მე საშვი დოლარები გადავიხადე. უკმაყოფილება გამოხატა მომსვლელთა წინა რიგში მდგარმა საქმიანმა ქალბატონმა. აღარ არის ადგილი ქალბატონო, სხვა დღეებში შეგიძლიათ მოხვიდეთ, განუმარტა დაცვის უფროსმა. იქნებ მე დღეს მინდა და არა, ასე არ შეიძლება. ხვალ მობრძანდით ქალბატონო, ხვალ კიდევ ჩატარდება ლექციები. ბედი არ გინდა, წინა კვირასაც ვერ მოახერხე შესვლა. დაიწუწუნა უკმაყოფილო ქალის უკან მდგომმა მამაკაცმა და იმის იმედით იქნებ როგორმე შეგვიშვანო იქვე გაჩერდა. ისე საინტერესოა, რას ყვება ის ამერიკელი ამის თანას, ამდენი ხალხი რომ თავს იკლავს მის ლექციაზე დასწრებისთვის. ვოვა ივან ვასილიევიჩი გახედა. რა ვიცი ვოვა, ეგ რომ ვიცოდე, აქ კი არ ვიდგებოდი. მოდი აქ დადექი და ყურადღებით იყავი. არავინ შეგვეპაროს დარბაზში, თორემ სამსახურის დატოვება არ გვაკმარებენ. ვოვას მორჩილად გაიჭიმა მისაღებში და ისეთი მკაცრი გამომეტყველება მიიღო, შეკითხვასაც ვერავინ უბედავდნენ, უიღლო მოვლოდინეები. ბანკის საკონფერენციო დარბაზში ლექცია ტრენინგი დასასრულს უახლოვდებოდა. ტრიბუნის უკან კედელზე გაკრული დაფა ნახაზებით იყო აჭრილებული. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრის ხანში შესული პროფესორი ლექციას ამთავრებდა. ამერიკელი მეცნიერი კმაყოფილი ჩანდა, რომ რუსეთში ამდენი ბანკერი დაინტერესდა მისი მოხსენები და რომ საერთოდ ამერიკულ სპეციალისტთა მივლინება წარმატებული გამოდგა. ჯიმი ერთ-ერთ თავის კოლეგა ქალბატონთან ერთად წინა რიგში იჯდა და ყურადღებით უსმენდა უფროსი კოლეგის გამოსვლას. მათ გვერდით მშვენიერი რუსი გოგონა იჯდა, რომელიც მასპინძლებთან თარჯიმნობას უწევდა. სამკაციან დელეგაციაში პროფესორი და ქალბატონი საბანკო საქმის თეორეტიკოსები იყვნენ. ჯიმის კი ტექნიკური საკითხები ეხებოდა. ძირითადად საბანკო პროგრამების კომპიუტერული უზრუნველყოფა. რუსი ბანკერების მოთხოვნით კვირაში ერთხელ უნდა ჩაეტარებინათ ლექციები და ერთ-ერთ ბანკში პრაქტიკული ღონისძიებებიც განეხორციელებინათ. რამდენიმე ლექციის შემდეგ ამერიკელთა პროგრამამ ისეთი ინტერესი გამოიწვია რუს ბანკთა შორის,
რომ მათ მოთხოვნათა დაკმაყოფილებას დაგეგმილი დრო ნამდვილად არ ეყოფოდა. შესაბამისად, ამერიკელ სპეციალისტებს დელიკატური უარის თქმა უწევდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თხოვნეთა რიცხვი არა დაარწმდებოდა. რუსული ფინანსური ჯგუფის ინტერესი გამორჩეულად ჯიმიმ დაემსახურა. რუს ბანკირებს განსაკუთრებით თავიანთი ბანკების კომპიუტერული უზრუნველყოფა და უახლოეს პროგრამებით აღჭურვის ორგანიზება იზიდავდა. ასე რომ, ჯიმი ძალზე პოპულარული გახდა. გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი სპეციალისტი იყო, კომპანიონის მისი თავისუფალი ქცევა და ბუნებრივობაც მოსწონდათ. ამ დღესაც ბანკითა ერთმა ჯგუფმა პროგრამით გათვალისწინებულ ლექციისა და პრაქტიკული სამუშაოს შემდგომ ჯიმისთან გასაუბრება ისურვა. მოხდენილ თარჯიმას კატიუშას თავიდანვე თვალში მოუვიდა ამერიკელი ჯიმი. მას შემდეგ კი რაც ერთ-ერთ საღამოზე რუსულ ტრადიციულ რესტორანში ჯიმიმ გიტარაზე ძველი რუსული რომანსი ამერიკული აქცენტით იმღერა, კატიუშა უკვე ყურებამდე შეყვარებული იყო. იმ საღამოდან მოყოლებული სულ ერთად იყვნენ, დღეს და ღამეს. მართალია ჯიმი რუს გოგონას არაფერს დაჰპირებია, მაგრამ გვერდიდან კი არ იშორებდა. კატიუშა კი უკვე ჯვრისწერაზე ოცნებობდა და თუ ჯიმი მართლმადიდებლობაზე უარს იტყოდა, მზად იყო თავად გამხდარიყო კათოლიკე. რუს ბანკირებს ეს ურთიერთობა არ გამოჰპარვიათ, ამიტომაც ჯიმისთან დაახლოების ერთ-ერთი ყველაზე საიმედო გზად კატიუშა მიაჩნდათ. კატიუშამაც იგრძნო ეს და მიიჩნია, რომ მისი დრო დადგა. ჯიმი, ამ საღამოს სად მიდიხარ? იკითხა მისის დორამ. ჯერ არ ვიცი, შეიძლება ასადაც არ წავიდე. ხვალ საღამოს სერიოზული შეხვედრა მაქვს და მომზადება მჭირდება. ამერიკელმა ქალბატონმა მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა და საუბარი განაგრძო. ჯიმი, პროფესორი ჯერი აღელვებული ჩანს. ისი არ დატოვო შენობა, რომ არ გვინახულო. რაიმე საგან გაშუა? დაინტერესდა ჯიმი. მისის დორამ ჯერ კატიუშას შეხედა, მერე ჯიმის. ჯერ არაფრის თქმა არ აპირებდა, მერე კი მაინც ამჯობინა ჯიმისთვის არც თუ ისე სასიამოვნო ამბავი ეცნობინებინა. ამ ბანკის მმართველთან უსიამოვნო საუბარი ჰქონდა. რუსებს ვერაფერი გაუგე. ჩემს ღირსებას ეხებია, თუ ასე გაგზელდა, საელჩოში მისვლა მომიწევსო. საელჩოში რა უნდა? შეხვდები და გვეტყვის ალბათ ყველაფერს. მხრები აიჩიჩა დორამ და ისევ ტრიბუნაზე მდგომ პროფესორზე გადაიტანა ყურადღება. ჯიმიმ ჯერ დარბაზი მოათვალიერა, შემდეგ კატიუშას მიუტრიალდა. კაცია, რა ხდება? რატომ გვაშინებენ რუსები ამერიკელებს? რამე დაგიშავეთ? როგორ არ დაგვიშავეთ? ჩემი ცხომ გეშინია. წაიკეკლუცა რუსმა ლამაზმარმა. მაგაში მართალი ხარ, ძალიან მეშინია, განსაკუთრებით იქ და ჯიმი საოცრად გამოცოცხლდა. სად იქ? დაინტერესდა დორა. ესეთი ადგილია ლაპარაკი მიჩის, აღელვებული ოკეანეც კი არაფერია მასთან შედარებით. ცოტაც და ჯიმი ხარხარისგან თავს ვერ შეიკავებდა. კატიაც უჩვეულოდ აპირპირდა და დაიმორცხვა. დორაც გამხიარდა. ბრაზერ, ამხელა ქალი ასე უნდა გამასულელო, როგორც იქთან მიუხვდა დორა ახალგაზრდებს, თუმცა კი განაწყენდა კიდეც. მისის დორა, მოდი შევრიგდეთ. გემრიელ რუსულ პელმეზე გეპატიჟებით. უკვე ვიცი მოსკოვში ერთი ადგილი, სადაც ყველაზე ნახტ პელმენს ხარშავენ. მიუჩოშდა ჯიმი კოლეგას. შენ უმჯობესია იმ აბობოქრებულ ოკეანის მიხედო, ტალღემა არ ჩაგითრიოს. მე კი უშენოდ როგორმე მივხედავ თავს და დორამ ახალგაზრდებს ფრონტი დაუთმო. უგუნებობა ჯიმის კატიას მომხიბლელმა ღიმლმა გამოუკეთა და ანდამატივით მოქმედებდა ეს ქერათმიანი რუსი გოგონა ამერიკელზე. როგორც კი ლექცია დამთავრდა, პროფესორ ჯერი დორასთან და ჯიმისთან მივიდა. კოლეგებო, ბანკის მმართველი თავისთან გვიბარებს. ყოვლუდ უაზრო ამბიცია ტანჯავს რუს ბანკის და არ მგონია ნერვებმა არ მიმტყუნოს. აღელვებული ჩანდა პროფესორი. საინტერესოა, რით ვერ მოვაწონეთ თავი, რას გეუბნება? იკითხა ჯიმი. სხვა ბანკებთან გთამის საფასურად ამყარებთ კონტაქტებსო. გინახავთ ასეთი თავხედობა? ისე იქცევა თითქოს სავაჭროდ ჩამოვედით. რაღაც სიმართლის მარცვალი არის ამ ნათქვამში, მისტერ ჯერი. გამაგებინე, მაგით რისი თქმა გინდა? გაუკვირდა პროფესორი. მეორე თვეა, რაც მოსკოვში ვართ. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთან ორი სხვადასხვა ბანკის წარმომადგენელი მოვიდა. მერე ვეღარ მოითმინა პროფესორმა.
ფული შემოთავაზეს, რომ მათ ბანკებში სისტემა ამეწყო. მერე ბრაზე, ჩემთვის არ უნდა გეთქვა, გაბრაზდა პროფესორი. რა აზრი ჰქონდა, რომ დავთანხმებულიყავი, მაშინ ხომ გეტყოდით, მისტერ ჯერი. ჯიმი, ჩვენ აქ ამერიკის მთავრობამ მოგვავლინა და ვარდებულები ვართ ქვეყნის ინტერესები დავიცვათ. არა მგონია რამე დამეშავებინოს, მისტერ ჯერი. ჯიმი, ახალგაზრდა გამოუცდელი სპეციალისტი ხარ, ამიტომ მოგიწევს მომისმინოს ცხოვრებაში. ბევრი მინახავს და კარგად ვიცი. მოწინააღმდეგე ზედმეტი ლაპარაკის მიზეზი არ უნდა მისცე. შენ და მით უმეტეს, ქვეყნის ავტორიტეტს გაფრთხილება სჭირდება. მაგრამ მე ხომ არ შემეძლო რუსი ბანკირებისთვის ამეგზალა ჩემთან მოსვლა. მე ისიც კი არ ვიცოდი, ისი თქმა უნდოდათ. ხომ ვერ ვეტყოდი, ჩემთან ლაპარაკი აკრძალულია მეთქი. საქმეც მაგაშია, რომ უნდა განჭირდო, რითიც მოდიან შენთან უცხოელები. ისიც უნდა იცოდე, რომ უბრალოდ არავინ შეგაწუხებს, მით უმეტეს უცხოელი, რომელიც ამერიკელისგან ყოველთვის გამორჩენას მოელის და პროფესორმა დორას გადახედა, თითქოს თანხმობას ელოდა მისგან. პროფესორო ჯერი, ნუ იქნებით ასეთი მკაცრი. ჯიმი, კარგი ახალგაზრდა, ნიჭიერი სპეციალისტი. გამოექო მაგა დორა თავის ახალგაზრდა კოლეგას. მე არ მithქვას, რომ იგი ცუდი მუშაკია, მით უმეტეს სპეციალისტი. უბრალოდ მეტი ყურადღება მართებ და ყოველთვის საქმის კურსში ჩაგვაყენოს. როცა მსგავს სიტუაციაში ჩავარდება. ფულიან ხალხთან გვაქვს საქმე და ნუ გავიწყდებათ, რომ უმცირეს შეცდომასაც კი არ გვაპატიებენ. მქონია გამოცდილება და ვიცი, რომ შეიძლება საშინელი მდგომარეობაში ჩავცვიდეთ კიდეც. და კიდევ ერთი, ჩვენ რუსეთში ვართ. აკი თამაშის წესები სრულიად განსხვავებულია, ვიდრე ჩვენთან და ევროპაში. ათმაგი ყურადღება გმართებს. მოკლედ, მე ჩემი სათქმელი გითხარით. შენ კი ჯიმი, რაც ხვილი ჩამოგიშვია, წავიდეთ, შევხვდეთ ბანკის მართვეს. ნახოთ ერთი რას ითხოვს ჩვენგან. და პროფესორმა ჯიმის მეგობრულად წამოარტყა მხარზე ხელი. ამით ანიშნა სანერვიულო არაფერიაო. ამერიკელები წამოდგნენ და დარბაზიდან გავიდნენ. კატიაც მიჰყვა. ის ხო მათ თარჯიმანი იყო. სადარდებელი გასჩენოდა შვენიერ რუს გოგონას. პროფესორის სახით მან ძლიერი მოწინააღმდეგე შეიცნო. დიდი მიხვედრა არც იმას უნდოდა, რომ თავისი ჩანაფიქრის განხორციელება საკმაოდ გაუმჭირდებოდა. ჯიმი ბრაზელის გვერდით ძალზე გონიერი მრჩევლები იდგნენ და ოკეანის გამოღმერ ქალს გაუძნელდებოდა ამერიკელის ხელში ჩაგდება. ბანკის მმართველის მისაღებში ამერიკელის სტუმრები მთელი 5 წუთი ალოდინეს. ხმარავის ამოუღია. თავთავიანთი ფიქსებში ჩაზირულიყვნენ. მოულოდნელად კაბინეტის კარი გაიღო. იქიდან სპორტული აღნაგობის იარაღ ასხმული მამაკაცები გამოვიდნენ და სწრაფი ნაბიჯით დატოვეს იქაურობა. პროფესორმა ჯიმის გადახედა და იარაღსმულებზე მიანიშნა. ამით აგრძნობინა, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო ვისთან ჰქონდათ საქმე. ნათელ და თანამედროვე სტილით გაწყობილ კაბინეტში ძელმაგდას ორნი უსხდნენ, ბანკის მმართველი და მისი მოადგილე. ამერიკელთა შესვლისთანავე ორივე ფეხზე წამოდგა და სათითაოდ ხელი ჩამოართვეს. ბანკის მმართველი საშუალო სიმაღლის ჩასუქებული მამაკაცი იყო. თავის თავზე ზომაზე მეტად დარწმუნებული ჩანდა. მის ყოველ მოძრაობაში თავდაჯერებულობა და თავხედობა იგრძნობოდა. თითქოს პირდაპირ ეუბნებოდა სტუმრებს. უკან არაფერზე დავიხევო. მოადგილე მაღალი, მხრებში ოდნავ მოხრილი, სათვალიანი მამაკაცი საკმაოდ ინტელიგენტურად გამოიყურებოდა. თუმცა კი აშკარა იყო, რომ მმართველის გარეშე ნაბიჯსაც ვერ გადადგამდა. კატიუშა, მოდი, ახლოს დაგვიჯექი. ბევრი სალაპარაკო გვაქვს. კოლია თარგმნის ძირითადად. თუ ვერ მოასწრო, შენ დაეხმარები. რუსულად მიმართა მმართველმა კატიას, რომელიც თავაზიანად მოყრებოდა ამერიკელებს. პროფესორი ჯერი მომართული მშვიდივით იჯდა. აშკარა იყო, ძაფრი დებატებისთვის ემზადებოდა. მისტერ ჯერი, მართალია ცოტა მკაცრად მომივიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეგობრობა ვეღარ შევძლოთ. შემრიგებლური ტონით დაიწყო ბანკის მმართველმა და დაელოდა, სანამ მოადგილე თარგმნიდა. პროფესორმა თავი მორჩილად დახარა. საბაზრო ეკონომიკა ამერიკელებზე უკეთ ვინ იცის, მაგრამ რუსეთშიც ვწირობთ ჩვენი სიტყვის თქმას. თანაც მოგეხსენებათ, ამ პროცესში ჩართული ძალზე დიდი ენერგიის დახარჯვა გვიწევს.
რაც ხშირ შემთხვევაში ჩვენგან ბევრ ენერგიას ითხოვს და ამდენად ფიქრობ, ბუნებრივი უნდა იყოს ემოციური რეაქციები. მმართველის ამ ახსნა განმარტებას პროფესორის გაოცება მოჰყვა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ თქვენ ისეთი ბრალდებები წამოგვიყენეთ, მერწმუნეთ, ეს უკვე ვერაფრით ჯდება ცივილიზებული ურთიერთობების ფარგლებში. ამოიღო ხმა პროფესორმა. მისტერ ჯერი, ჩემი ნათქვამი ბრალდება კი არა, გაფრთხილებაა. მინდა არაფერი შეგვეშალოს. ძველებური ცინიზმით ჩაიღიმა მმართველმა. მთელი ცხოვრება სამეცნიერო და ბიზნეს წრეებში მაქვს გატარებული. უამრავ სპეციალისტს შევხვედრი ვარ, ვისთან არ მქონია საქმიანი ურთიერთობა, მაგრამ არავის გაუფრთხილები ვარ. ჩემთან არაფერი შეგეშალოსო. ვცდილობ ჩემი საქმე მაღალ პროფესიულ დონეზე შევასრულო და მგონი ასეც არის. თქვენ კი არავითარი საფუძველი არ გაგაჩნიათ, უნდობლობა გამომიცხადოთ. გაღიზიანდა ამერიკელი პროფესორი, რასაც რუსი მმართველის მეტამორფოზა მოჰყვა. ცინიკური გამომეტყველება სერიოზული გაუხდა. ჩანდა ამერიკელის ამგვარ რეაქციას არ მოელოდა. სხვათა შორის, ჩემ დაეჭვება საფუძველის გააჩნია და არგუმენტებიც რომ იცოდეთ, მე რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი ბანკის ხელმძღვანელი გახლავართ და ისიც გაითვალისწინეთ, რომ შესაბამის ინფორმაციასაც საკმაოდ კარგად ვფლობ. ბანკის მმართველმა ნერვიულობისაგან მაგიდაზე თითების თამაში დაიწყო. სიტუაცია დაიმუხტა. დორა გაფიქრებული იჯდა. ჯიმის ვერ გადაეწყვიტა, ჩარეულიყო თუ არა საუბარში. მისტერ, პროფესორმა მმართველის სახელის გახსენება სცადა. პიოტრ ვასილიევიჩ, შეახსენა კატიუშამ. პიოტრ ვასილიევიჩ, ჩვენ შორის დადებული კონტრაქტის რომელიმე მუხლი ხომ დარღვეულა? გამოცდილად იკითხა პროფესორმა. არა, მაშინ უპასუხა მმართველმა. ამერიკელებს გაეღიმათ. პიოტრ ვასილიევიჩი ერთი კი შეიშმუშნა, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა და ჩაილაპარაკა, მაგრამ არის საშიშროება, რომ დაირღვევა. და თუ დაირღვევა, პრეტენზია მაშინ გამოთქვით. მომხიბლელად გაუღიმა დორამ. მერე გვიან იქნება. თადარიგი თავიდანვე უნდა დავიჭიროთ. პიოტრ ვასილიევიჩმა ჯიმის გამჭოლი მზერა ესროლა. იქნებ ბოლომდე გითხრათ, რა გაწუხებთ? ყოველ შემთხვევაში დაემშვიდობებით, მოუჭრა პროფესორმა. თქვენი კოლეგა მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩვენი კონკურენტი ბანკების წარმომადგენლებთან. მე ამას არ დაუშვებ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჯარიმო სანქციებიც მოვითხოვო. ხმას აუწია ბანკის მმართველმა. თქვენ რა იმუქრებით კიდეც? იკითხა პროფესორმა. როგორც გინდათ ისე გაიგეთ, ეს მე არ მაღელვებს. აქ მოსკოვში თამაშის წესებს ჩემი ბანკი ადგენს. არანაკლები სანქციების დადება ჩვენ შეგვიძლია, მისტერ პიოტრ. იცოდეთ, ცილის წამება ბუმერანგივით შემოგიტრიალდებათ. კონკრეტულად ილაპარაკეთ. პროფესორი ცდილობდა დასაკეთებდა თქვენს ნომერში 12 ივნის რუსეთის აგრობანკის მთავარი მენეჯერი, ამჯერად ჯიმის შეუტია პიოტრ ვასილიევიჩმა. ყავა შევექცეოდით, გამომწვევის სიმშვიდით უპასუხა ჯიმი. 17 ივნის კომერციული ბანკის ადმინისტრატორსაც ყავით გაუმასპინდით? გამარჯვებული სახით იკითხა პიოტრ ვასილიევიჩმა. პიოტრ ვასილიევიჩ, ჩაიც მაქვს, კონიაკიც. თქვენც მობრძანდებით შემიძლია გიმასპინძლოთ, გაიღიმა ჯიმი. მე უფრო ორიგინალურ პასუხს მოველოდი. შევეცდები ორიგინალური პასუხები მორიგი შეკითხვებისთვის მოვამზადო. თქვენ ხუმრობთ, არადასრულად არ გვაქვს საქმე სახუმაროთ. რა საინტერესოა, რას მიპირებთ, მისტერ პიოტრ? ციმბირში ხომ არ მაგზავნით? როგორც გავიგე, რუსეთში მძიმე პროპაგანდებს ციმბირში ასახლებენ. თუმცა ასე მიპირებთ, მითხარით მაინც, რა დავაშავებ. ჯიმი პროფესორს და დორას გადახედა. ისინი მოუთმენად ელოდნენ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ჩემთვის ყველაფერი ცნობილია, რაზეც რა უბრობდით. მე ისიც კი ვიცი, რა თანხად შემოგთავაზეს, რომ მათთვის აბანკო სისტემა დაგემონტაჟებინათ. მე ამას არ დაუშვებ. თქვენ გავიწყდებათ, ვითთან გაქვთ საქმე. გაღიზიანებას არ ფარავდა ბანკის მმართველი. გაგვაგებინეთ, მისტერ, რა გნებავთ, ისევ აღშფოთდა პროფესორი. ჩემმა ბანკმა მოგიწვიათ რუსეთში. ყოველგვარი სამუშაო.
რომლის განხორციელებასაც რუსეთში დააპირეთ, ჩემთან უნდა იყოს შეთანხმებული. კონტრაქტი არ უნდა დაერღვეს. ჩემს კონკურენტებთან თანამშრომლობის უფლებას არ მოგცემთ. არ ცხლებოდა მმართველი. კონტრაქტის არც ერთი მუხლი არ დაგიღვევია, მისტერ პიოტრ, სადა გაბრძოლება ჯიმი. უნდა მკითხოთ, არ მაინტერესებს. პათეტიკურად განაცხადა რუსმა ბანკირმა. ხვალ მდინარე მოსკოვში ვაპირებ ბანაობა. შეიძლება ამ შეკითხვით სიტუაციის განმუხტვა სადა ჯიმიმ. შეიძლება, ოღონდ ჩემ ბიჭებს გამოგაყოლებთ. მთელი სერიოზულობით უპასუხა პიოტრ ვასილევიჩმა. ბიჭები რაში მჭირდება? გაიკვირვა ჯიმიმ. თქვენ ისეთი მოხერხებული ხართ, შეიძლება თევზებთანაც კი აწარმოოთ მოლაპარაკება. ჩვენ კი ყველაფრის საქმის ყურში უნდა ვიყოთ. გამხიარდა მოპაიქრე ბანკერი. მაშინ ბარემ შვილად ამიყვანეთ და მთლიანად თქვენს განკარგულებაში ვიქნები. თური საქმეა. ჩემი ყათაბანდის შვილებიც ყოფნის. ბედი არა მქონია. თქვენაერი მამა რომ ყოლოდა, ყოველმხრივ დაცული ვიქნებოდი. ყველა გახალისდა. ცხადი იყო პიოტრ ვასილევიჩი კმაყოფილი ჩანდა, რომ დაძაბული პაიქრობა თითქმის განიმუხტა. ერთი შეხედვით კაცრი და მიუდგომელი რუსი ბანკერი არც ისე უჟმური გამოდგა. ჯიმის იუმორს ერთბაშად აუღო და ლამის ჯობნიდა კიდეც. პიოტრ ვასილევიჩი, გასაგებია, რომ თქვენთვის ცნობილი გახდა ჩემი შეხვედრების შესახებ სხვა რუს ბანკირებთან, მაგრამ ჩვენი საუბრის შინაარსი საიდანღა გაიგეთ, ეს მაინც როგორღა მოახერხეთ. მართლა განცვიფრებული ჩანდა ჯიმი. ფილმი საიდუმლოა, გაიღიმა მართვეს და კატიუშასკენ გაექცა თვალი. კატიუშას კი თავი ჩაეღუნა და ჯიმის თვალს ვერ უსწორებდა. ყველაფერს ფარდა ახტოდა, ოღონდ ეგ იყო, ჯიმი ისე იქცეოდა, თითქოს ვერ მიხდა, ვინ უღალატა. ისე გულახდილად რომ გითხრათ, პიოტრ ვასილევიჩს ასეთი სახის ფორმის საიდუმლოებები, რაც ბევრი იქნება, მით უკეთესია ჩემთვის. სიცოცხლის ბორომდე დაგიმადლით. ბანკის მმართველმა თავი ვერ შეიკავა და გადაიხარხარა. მერე კი პროფესორს მიმართა. არ მეგონა, ბატონო პროფესორო, თუ გვერდით ასეთი საქმიანი და მოხერხებული მუშაკი გყავდათ, მე კი მხოლოდ ახლა გავიცანი. ფიქრობ, არცახლაა დაგვიანებული, ანუ გეშა პროფესორმა, რუსი ბანკერი. ყველაფერი გასაგებია, საღამოს ჩემთან გეპატიჟებით, შვილიშვილის დაბადების დღეზე. იმედია, უარს არ მეტყვით. ოჯახურ გარემოში უფრო ახლოს გავიცნობთ ერთმანეთს. სახე უღიმოდა პიოტრ ვასილევიჩი. რუსკაია ვოდკა იქნება? იკითხა ჯიმიმ. რუსკაია ვოდკაც იქნება, შავი და წითელი ხიზილალაც და ყველაფერი ის, რაც ამერიკელებს ასე მოსწონთ რუსეთში. მოკლედ სასტუმროში კოლია მოგიყვანთ. საღამოს 8 საათზე კი ლიმუზინი მოგაკითხათ. ბანკის მმართველი ფეხზე წამოდგა და ყველას ხელი ჩამოართვა. კარგია, რომ პრობლემატურ სიტუაციაში იოლად პოულობ გამოსავალს და არც უცხოელებთან კონტაქტი გიჭირს. მე შენსავით თავისუფალი დღესაც არა ვარ. ოჩახ, შორს წახვალ ჯიმი. პროფესორმა ხელკავი გამოსდო უმცროს კოლეგას. ძალიანაც არ მინდოდა ამ გადიდკაცებულ რუს ბანკირთან თავის მოკატუნება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ხომ ნახეთ, როგორ იმუქრებოდა. მართალია, არჩევანი არ ქონია. არა უშავს, მისტერ ჯერი, წვეულებაზე კიდევ უფრო დაუახლოვდებით, სანერვიურო არაფერია. ჯიმი, კატიუშასაც წამოიყვან, ლაპარაკში დორა ჩაერია. თქვენ როგორ ფიქრობთ, წავიყვანოთ? კითხვა შეაგება ჯიმი. შენ არ იყავი აღელვებულ ოკეანეს რომ ადარებდი? ეშმაკურად შეახსენა დორამ. რას მართალია, მაგარი გოგოა. თუმცა ხომ ნახეთ, პიოტრ ვასილევიჩი დაკვირდა, იქ ყველაფერი იქნებაო. იმედს არ ვკარგავ, სხვა კატიუშებიც გამოჩნდებიან. ჯიმიმ ეს კითხვა, მაგრამ ჩანდა კატიუშა მაინდამაინც არ ეთმობოდა. ცოტა ახალგაზრდა რო ვიყო, რუსი გოგონებისთვის ნამდვილად ვერ გაგიმეტებდი. წამოწდა დორას და ქერა გძელთმა კეკლუცად შეისწორა. ჯიმიმ თავი შეიკავა, რომ არ გადაეხარხარა, თუმცა კი დორას მაინც არ დასწყვიტა გული. მისის დორა, თქვენ ახლა ჩვენივრად გამოიყურებით. ეს უბრალოდ მე არ ვარ თქვენი ღირსი. ჯიმიმ ხელი გადახვია უფროს კოლეგას და ლოყაზე აკოცა.
შენის თანები არსად არ იკარგებიან, ასე არ არის, პროფესორო ჯერი? ამჯერად პროფესორს მიმართა დორა. პროფესორმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გაიღიმა. ამერიკელები გრძელი ლიმუზინისკენ გაემართნენ. ლიმუზინმა განიერი გზატკეცილიდან ფიჭვნაში შეუხვია. დამთხალი ციყვები კისრის ტეხით გადარბოდნენ მანქანის წინ. ამერიკელებმა გზის ნაპირთან ირმებსაც მოხრეს თვალი. დორამ სიხარულისგან ისე შემოხრა ტაში, ბანკის მმართველის მოადგილემ უცნაურად გამოხედა. თითქოს ეუბნებოდა, ჩვეულებრივი ამბავია, რამ გაგაოცათ, მერე კი სხვათა შორის განმარტა. აქ ბევრი ირემია, პიოტრ ვასილევიჩმა ნადირობაც აკრძალა და ისე გამრავლდნენ, რომ ლამის ყოველი ფეხის ნაბიჯე შეიძლება შენიშნოთ. ფანტასტიკურია, გასაოცარი, ზღაპრული ადგილია, ახთოვანებას ვერ ფარავდა დორა. ნიკოლაი, ეს დღე მისტერ პიოტრისაა? იკითხა პროფესორმა. დიახ, პრივატიზაცია დაიწყო თუ არა, რუსეთში, პიოტრ ვასილევიჩმა პირველად ეს დღე შეიძინა. მერე საზაფხულო რეზიდენციაც აქ ააშენა. სულ მალე მივად კიდეთ. იყო ამომწურავე პასუხი. კარგია, კარგად დაუბანდებია კაპიტალი. რამდენი შვილი ყავს? გაინტერესდა ჯიმი. 3 შვილი და 2 შვილიშვილი. დღეს უმცროსის დაბადების დღეა. გიждდება ისე უყვარს. მისი დაბადების დღეზე მხოლოდ ღირსეულ სტუმრებს იწვევს. ამერიკელებს ესიამოვნათ, რომ ჩვეულთა შორის მოხდნენ, განსაკუთრებით ჯიმი ვერ ფარავდა სიხარულს. სხვათა შორის რუსული ელიტის წარმომადგენლებიც იქნებიან. რამდენიმე სახელმწიფო დუმის წევრიცაა. დაუზარებლად აკეთებდა კომენტარს კოლია. საინტერესოა, მათთან შეხვედრა თუ ისინიც პიოტრ ვასილევიჩით კამათის მოყვარულები არიან. ნამდვილი ბატალიები გველის, გაიხუმრა ჯიმი. ლიმუზინი უზარმაზარი რკინის ჭიშკას მიადგა. ძღოლის ნიშანზე ჭიშკარი მძიმედ გაიღო. უზარმაზარ ეზოში, რომელიც გემოვნებით მოეწყო დეკორატიული ხეებითა და ყვავილნარით, უამრავი ბოლი მოდელის დიდრული ავტომობილი იდგა. მოშორებით სამსართულიანი გაკაშკაშებული ლამაზი არქიტექტურული ნაგებობის წინ, საგანგებო საზაფხულო დარბაზში ჩვეულ საზოგადოებას მოეყარა თავი. მამაკაცების სმოკინგებსა და კლასიკური სტილის კოსტუმებში, ქალები კი სადღესასწაულო კაბებში გამოწყობილიყვნენ. ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და საუბრობდნენ. საკმაოდ სიმპათიური მიმტანები სასმელებითა და ათასგვარი დელიკატესით ცდილობდნენ სტუმართა მოხიბლას. მოშორებით ამაღლებულ სცენაზე მუსიკოსები წარმოდგენისთვის ემზადებოდნენ. პიოტრ ვასილევიჩი ისეთი ოვაციით შეეგება ამერიკელებს, რომ ახალმოსულნი სწრაფად მოიქცნენ ყურადღებით სცენში. რუსმა ბანკირმა განსაკუთრებით ჯიმის მოსვლით გამოხატო ახთოვანება. ერთიორჯერ ისე წამოვარტყა მხარზე, ცოტას და წაიქცეოდა სტუმარი. პიოტრ ვასილევიჩს ეტყობოდა უკვე გვარიანად დალევაც მოესწრო. გაიცანით, ჩემი მეუღლე ოლია. იგი მშვენივრად ლაპარაკობს ინგლისურად და კატიუშას დახმარება აღარ დაგჭირდება. თუმცა ისიც აქ არის. პიოტრ ვასილევიჩმა კატიუშასკენ გაიხედა, რომელიც მოშორებით იდგა და მთელი ყურადღება ამერიკელებისკენ ჰქონდა. ოლია არც ისე ახალგაზრდა იყო, მაგრამ მშვენივრად გამოიყურებოდა. ჩანდა უზრუნველად ცხოვრობდა. პეტია დღეს კალხასიაძე მოვიდა, მეგობრები შევიძინეო, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ოლიამ ყველა ჩამოართვა ხელი. მერე ახალგაზრდა მიმტას უხმოდა შამპანური შესთავაზა ამერიკას სტუმრებს. ბრაზეს რუსკაია ვოდკა მიართვით. უნდა ვაჩვენოთ რა არის ჩვენი ნამდვილი საგანძური. ლაპარაკში ჩაერია ბანკის მმართველი და ერთ-ერთ მომხიბლელ მომსახურე გოგონას უხმო. არახ შავი ხიზილარა უხდება, თუმცა არც წითელზე ვიტყოდი უარს. საკმაოდ თამამი განცხადება გამოუვიდა ჯიმის. არა, ხომ ვამბობ, ეს კაცი ჩვენია მეთქი. გაუხადა პიოტრ ვასილევიჩს და ისე მხრებზე დაუწყო ხელის ბარტყუნი ამერიკელ სტუმარს. პეტია, მოასვენი ადამიანი, უმჯობესია შეკრებილი საზოგადოება გავაცნოთ, შეწუხდა ოლია. გაიცნოს, აბა რას იზამს. წასვლას კი არ აპირებენ, ჯერ. მთელი ღამე წინ გვაქვს. ბანკის მმართველი იღიმებოდა. ცხადი იყო, ალკოჰოლი, რომელიც უკვე ზომაზე მეტად მიეღო რუს მასპინძეს, თავის საქმეს აკეთებდა. მისტერ ჯერი, ეს კაცი თქვენ უნდა ჩაიბაროთ, თქვენ თუ შეძლებთ მასთან საერთო ენის გამონახვას. ჯიმი ხმადაბლა გადაულაპარაკა პროფესორს.
როგორც საჩუქარი არა, უკეთესი ვერაფერი გაიმეტე ჩემთვის, ღიმის საყვედურით გაურია პროფესორმა. ერთი ასაკისხად, ბატონო პროფესორო, მე კი რა ვიცი, შეიძლება რაღაც შემეშალოს კიდეც. აქ იმდენი ლამაზი რუსი გოგონაა. ეს სიტყვები დამთავრებულიც არ ქონდა, რომ მათ შუაში პიოტრ ვასილიევიჩი აღმოჩნდა. ორივეს ხელმკლავი გაუყარა და გაჩირაღდნებულ სასახლესკენ გაუძღო. ახლა მე უნდა გაგაცნოთ ის, ვინც დღეს ამდენი ადამიანი მოიყვანა აქ. ის, ვის წინაშე თვით ისეთი მკაცრი მმართველი, როგორც მე გახლავართ, მთელი ცხოვრება მუხმოდერკირი ივლის. მოდი ოლია, უთარგმნე სტუმრებს, თანაც ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც ვამბობ. უთარგმნე, რომ ყველაფერი მისთვის კეთდება. ყველა მიცოდეს, რომ პიოტრ ვასილიევიჩის სახელი არასოდეს გაქრება, რომ იგი დაუსრულებლად გაგზელდება. უკვე ყვიროდა ბანკის მმართველი და ბულდოზერებით ეკაჩებოდა ამერიკელებს. პიოტრ ვასილიევიჩი ისეთი შემართებით მიიწევდა წინ, ეგარის და აქაურობას დაანგრევსო, მაგრამ როგორც კი ერთ-ერთი ოთახის კარს მიუახლოვდა, უჩვეულოდ გაისუსა. თითი ტუჩებთან მიიტანა და ყველას ანიშნა, ხმა არ მოეღოთ. მისი გამომეტყველებაც ისეთი თბილი და მოსიყვარულე გახდა, ისეთი სითბო მოდიოდა მის თვალებიდან, ძნელად თუ დაიჯერებდა ვინმე, რომ სწორედ ის უმკაცრესი ბანკის მმართველი იყო, რუსეთის ფინანსურ წრეებსაც რომ აზანზარებდა. კარი ფრთხილად შეაღო, ფეხის წვერებზე აიწია და უმშვენიერესი ანტიკვარული ბრა აანთო. მოდით, ნახეთ, ჩუჩულებდა პიოტრ ვასილიევიჩი და საბავშვო საწოლს მიუახლოვდა, სადაც 2 წლის ქერაკულულიანი ბიჭუნას ეძინა. ბაბუამ ფრთხილად აიყვანა ხელში და შუბზე აკოცა. დააცადე ბავშვ ძილი, პეტია, მოასვენე პატარა, შეახსენა ოლია. მე ვიცი ჩემი საქმისას, ძის ყოველთვის მოესწრება. გაუჯავდა პიოტრ ვასილიევიჩი მეუღლეს და ნახევრად მძინარე ბიჭუნა ამერიკელებს წარუდგინა. მომავალი დიდი ბანკირი დაბნეული უყურებდა უცხო ადამიანებს და უხალისოდ იღიმებოდა. ზედგამოჭრილი ბაბუა, ძალიან გავთ, პიოტრ ვასილიევიჩი, ჯიმი ბრაზელის შეძახიმა, რომელიც ოლიამ სიტყვით უთარგმნა ქმარს, დიდი ბანკირი უზომოდ გაახარა. ხოდა ამის შემდეგ მაინც დამიჯერეთ, რომ მე მგავს. ბანკის მმართველმა კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში შვილიშვილი და საწოლში ფრთხილად ჩააწვინა. ისევ ხელმკლავი გაუყარა ჯიმის და პროფესორს და ამჯერად ეზოში გამოიყვანა. დანარჩენებიც მორჩილად გამოხდნენ. პიოტრ ვასილიევიჩმა ამერიკელები დანარჩენ სტუმრებს წარუდგინა. აქ ძირითადად საქმიანი წრეების წარმომადგენლები შეკრებილი იყვნენ. ბევრი მათგანი ცოტა არ იყო ზემოდანაც კი უყურებდა ამერიკელ სპეციალისტებს. პიოტრ ვასილიევიჩის ყოველ სიტყვას ოსტატურად იჭერდა მისი მეუღლე და დაუზარებლად თარგმნიდა თითოეული სტუმრის განსაგონად. ჯიმის კატიუშა ამოდგომოდა გვერდით და ცდილობდა როგორმე მიეპყრო მისი ყურადღება. აქ ცნობილი პოლიტიკოსებიც არიან მოსული, რომელთაც სიამოვნებით წარუდგენ თქვენ თავს და პიოტრ ვასილიევიჩმა იქითკენ გაიყოლა სტუმრები, სადაც რამდენიმე მამაკაცი იდგა და შამპანურის ბოკლებით ხელში ერთმანეთს რაღაცას გაცხარებული უმტკიცებდნენ. სტუმრების დანახვისას საუბარი შეწყვიტეს. ჩვენთვისაც მოიცალეთ, არა, პიოტრ ვასილიევიჩი, გინდათ ეს გათავხედებული ამერიკელები დაგვასვათ თავზე? არაფერი გამოუვათ, მაგრები ვართ რუსები. თავისი პოლიტიკოსი თანამამულენის სიტყვებზე პიოტრ ვასილიევიჩი გაფრთხდა. კატიუშას მივარდა და სთხოვა, რასაც ესენი იტყვიან, თუ ღმერთი გწამს, სიტყვით არ თარგმნო. კატიუშამ თანხმობის ნიშნად გაუღიმა ბოს და მრავალნიშნულოვნად გადახედა ჯიმის. მერე კი დაიწყო წარდგენის ცერემონიალი. სტეპან აბრამოვიჩი, რუსეთის დუმის წევრი. კატიუშას ამ სიტყვებზე აბრამოვიჩმა ჯერ პროფესორს ჩამოართვა ხელი, შემდეგ დორას და ჯიმის. საკომუნიკაციოდ რატომღაც ჯიმი ამოირჩია და საყვედურო ნარევი კილოთი მიმართა. შაშან ამერიკაში მინდოდა გამგზავრება, არ გამიშვეს. თქვენს პრეზიდენტს უბრძანებია, რომ მე დემოკრატიის უქნი საფრთხეს წარმოგიდგენიათ? ჯიმი მუხეხულად იგრძნო თავი. პროფესორისკენ გაიხედა, რომელიც მისგან საკმაოდ მოშორებით იდგა და ერთ-ერთ მომხიბვლელ რუს ქალბატონს ესაუბრებოდა. თუ თქვენ ისევ აპირებთ შტატებში გამგზავრებას, მე დაგეხმარებით, პრობლემა არ შეგექნება, დაამშვიდა ჯიმი. საინტერესოა როგორ? გაუცება ვერ დაფარა აბრამოვიჩმა. წერილი მოამზადე და თან წავიღებ. პირობად გაძლეთ, ამერიკაში როგორც კი ჩავა, საფოსტო ყუთში ჩავაგდებ, აუცილებლად მიუვა პრეზიდენტს.
ჯიმის ამ სიტყვებმა ყველა გაამხიარულა. ასეთ ხუმრებას ამერიკელი ახალგაზრდა სტუმრისგან ნამდვილად არ მოელოდა 50 გადაცილებული რუსეთის დუმის დეპუტატი. პიოტრ ვასილევიჩი იქნებ ამიხსნათ, ვინ არის ეს ახალგაზრდა? საშველად მასპინძეს უხმო დეპუტატი. ჩვენი სტუმარია წამყვანი სპეციალისტი. მერე აუხსენით მას, რას წარმოადგენ? ისიც უთხარით, რომ ეგეთ ლაწირაკებს თავს არ უყადრებ, გაღიზიანდა სტეპან აბრამოვიჩი. აბა რა თქმა უნდა, კატიუშა არ თარგმნიდა, თუმცა ჯიმის არ გასჭიროებია მიხვედრა, რომ რუსი პარლამენტარი მაინდა-მაინც კეთილგანწყობილი არ ჩანდა მის დამი. კატიუშას გამომცდელ შეხედა და კატეგორიული ტონით მოითხოვა, გამაგებინე ზუსტად რა სითხოს ჩემგანო. ისეც არაფერს, უბრალოდ ამერიკაზეა განაწყენებული. იპოვა გამოსავალი კატიუშამ. ჯიმიმ ალყით სავსე მომცრო ჭიქა აიღო და რუსი დეპუტატის ნახევრად სავსე ჭიქას მიუჭახუნა. ზეც სადღეძელოც მიაყოლა. გაგიმარჯოთ, წარმატებას გისურვებთო და მოსკოვში ნასწავლი მეთოდით ან ვერთი ყლუფით გადაკრა არაყი. როგორია სტეპან აბრამოვიჩი, გაუხარდა პიოტრ ვასილევიჩი. ჯანდაბას ამის თავი, რაღაც ჩვენებურად ჰქონია, წაიბურტყუნა დუმის დეპუტატმა. თავისი ჭიქა ბოლომდე შეავსო და ისევ გადაკრა არაყი, როგორც ამერიკელმა სტუმარმა. ისე საინტერესოა, ვინ ჰყავდა. შეიძლება სულაც რუსი იყოს. აბრამოვიჩს მართლა აინტერესებდა, თუ საიდან ჩავიდა ჯიმის წინაპარი ამერიკაში. კატიუშამ სწრაფად უთარგმნა. მამა ირლანდელი მყავს, დედა კი იტალიელი, მაშინვე უპასუხა ჯიმიმ. მე ქართველს უფრო მაგონებ, თუმცა თქვენსაც რას გაიგებს კაცი? სტალინს ქართველი იყო არა? უცბად იკითხა ჯიმიმ. ნახე, არც ისე გაუნათლებელი ყოფილა, ჩაილაპარაკა სტეპან აბრამოვიჩმა. ჯიმის კი ასეთი პასუხი გასცა. სტალინი ქართველი კი იყო, სახელი კი რუსეთმა გაუთქვა. ჯიმიმ ვერაფრით გაიგო, ამით რისი თქმა უნდა რუსეთის დუმის წევს. როგორ მოგწონს რუსეთი? სხვა თემაზე გადავიდა აბრამოვიჩი. მომწონს, ლამაზი ქალები ყავთ. პიოტრ ვასილევიჩი ძლიერი ბანკერია. ფიქრობ, დავმეგობრდებით. პეტია მაგარია, რუსულ აბანოში თუ წაუყვანი ხართ. წავიყვათ, აბა რას ვიზამთ, კარგ დროსაც გავატარებინებთ. ლაპარაკში ბანკერი ჩაერია. ჯიმის ხელკავი გაუკეთა და წასასვლელად უბიძგა. ისე ამხანაგებო, ხომ მართალი ვთქვი, დააკვირდით, როგორი ქართული ტიპაჟია. იქ დგომებმა ჯიმის გააყოლეს თვალი და ერთხმად დაეთანხმნენ აბრამოვიჩს. კატიუშა, ვინ იყო ეს პოლიტიკოსი? როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ შესაძლებლობებზე, იკითხა ჯიმიმ. ყურადღებას ნუ მიაღწევ. კომპარტიის ერთ-ერთი ლიდერია, უყვართ თავისი გამოჩენა. იმ პარტიისა, რომელმაც მილიონობით ადამიანს გაუმწარა სიცოცხლე, არა? შენც მათ რიგში ხომ არა ხარ? მიდი, მითხარე, ამჯერად რა ინფორმაცია უნდა დავმტყო? თუმცა ეს თუ მაკოცებს, შეგიძლია საიდუმლო რამეებიც გამამხელინო. მართლა ძალიან ლამაზი ხარ, კატიუშა. ჯიმის სიტყვებზე მშვენიერი კატიუშა შეიშმუშნა. თავისი დაიჭირა, თითქოს ვერაფერს მიხვდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. რა მეკნა ჯიმი, მე ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებ. სხვაგვარად შენამდე ვინ მომიშვებდა. პატიებას ითხოვდა რუსი თარჯიმანი. ამის შემდეგაც ჩემს შესახებ ყველაფრის თქმას აპირებ, თუ გქონდეს შენი იმედი. რა თქმა უნდა, და კატიუშამ ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით ახედა, რომ ჯიმიმ სტუნებას ვერ გაუძლო. გოგონა ფრთხილად მიიხუტა, ეზო სიღრმეში გაიტაცა და ტუჩებში აკოცა. კატიუშა ჯერ დაიბნა, მერე იქაურობა მოათვალიერა და რომ დარწმუნდა ყურადღების ცენტრში აღარ იყვნენ, განმეორებით მიუშვირა ტუჩები ამერიკელ სტუმარს. აქედან პიტაპის სასტუმროში წავალთ, ხო? ჩემ ნომერში, გაუბედოვად იკითხა ჯიმიმ. ხო, მაშინვე დაეთანხმა კატიუშა. მერე კი თავი გაეთავისუფლა და ჯიმის ღიმილით უთხრა. უმჯობესია თავი ისე დავიჭიროთ, თითქოს ერთმანეთი საერთოდ არ გვაინტერესებსო და წყვილი ცაცაკე დაუბრუნდა მოდღესასწაულო საზოგადოებას. პიოტრ ვასილევიჩი რუს კოლეგებს ესაუბრებოდა. ჯიმიც პროფესორს დაუდგა გვერდით, დორაც იქვე იდგა. რაო ჯიმი, რუსებმა ხომ არ გაწყენინეს, იკითხა პროფესორმა. არა, უბრალოდ საერთო ენის გამონახვას ვცდილობთ. ქალების ფრონტზე რა ხდება? ეშმაკურად იკითხა დორამ. რა ვიცი, აბა, ქალებს ჯერ ვერ ვხედავ.
ვერ ხედავ, მაშინ უმჯობესია მაჟვნი გაიხედო და დორამ ჭირსკრისკენ გაიშვირა ხელი. 15-მდე გძელფეხება უმშვენიერესი ლამაზი გოგო მოდიოდა მათკენ. მოდელებს გავდნენ, დახვეწილი გრაციოზული მოძრაობით, ქალური გამოწვევი მანერებით. მისტერ ჯერი, ხედავთ, პიოტრ ვასილევიჩი სიტყვის კაცი ყოფილა. საღამოს უამრავი სიურპრიზი დაამშვენებსო, რომ დაგვკვირდა, წამოიძახა ჯიმი. ისე ძალიან ნუ გამოვიდებ თავს, ყველა ამ ლამაზ გოგოში ჯაშუში ზის, გააფრთხილა პროფესორმა ახალგაზრდა კომპანიონი. მისტერ ჯერი, ბრაზერები არასოდეს ჩაიდენენ ისეთ რამეს, რომ მერე საბოდიშოდ გაუხდეთ საქმე. ძალიან კარგი, მეც ბჯერა შენი, თუმცა თავი ვარდებულად ჩავთვალე შენთვის აქაური სიტუაცია შემეხსენებინა და პროფესორმა არყის ჭიქა ასწია. ოღონდ თელ ყურადღებას რუსის ქალზე ნუ გადაიტან, დორამ შეახსენა თავი ჯიმის. რას ამბობთ, თქვენ თავს რა დამავიწყებს და ჯიმი ადგის მოწყდა. ახლა იგი თავისი კოლეგებისგან თავისუფალი იყო. მუსიკოსებმა სცენის გამართვა დაამთავრეს და რუსულმა საესტრადო მელოდიამ შოუ სახე მისცა რუსი ბანკერის სასახლეში გამართულ წვეულებას. იწყებოდა სადღესასწაულო მხიარული წარმოდგენა. ჯიმი გაუცებული უყურებდა შოუს მონაწილეებს, მოწვეულ სტუმრებს და აღტაცებას ვერ ფარავდა. რუსები არც ისე შებოჭილი და დაკომპლექსებული ხალხი ყოფილა, როგორც წარმოედგინა და როგორც სკოლაში ასწავლიდნენ. ჯიმისაც საკმაოდ თბილად და მეგობრულად ექცეოდნენ. სულ რაღაც საათნახევარში ჯიმი მოახერხა საღამოს თითქმის ყველა მონაწილის შესახებ შეეგროვებინა ინფორმაცია. ვინ იყო, ვის რა ადგილი ეჭირა პოლიტიკაში, ბიზნესში. აქ ჯიმი აგრობანკის მენეჯერსაც გადაეყარა, რომელიც არც მისალმებია, პირდაპირ საქმეზე გადავიდა. მისტერ ჯიმი, ჩვენ შემოთავაზებულ წინადადებაზე რას ფიქრობთ? გადაწყვეტილება ხომ არ მიგიღიათ? ჯიმი პასუხს თავი აარიდა. იქვე ახლოს პიოტრ ვასილევიჩს მოჰკრა თვალი, რომელიც გამოცდილად იყურებოდა მისკენ. იქვე კატიუშა იდგა და ჯიმი მას მოუხმო. კატია, უთხარი ამ ბატონს, რომ უხერხო მდგომარეობაში მაყენებს. ვერ მიხვდარა, რომ მის წინადადებას ვერ მივიღებ. უთარგმნა კატია. შემოთავაზებულ ჰონორარს გავაორმაგებთ, დამიჯერეთ, არინანებთ, განაგრძო აგრობანკის მენეჯერმა. მე უფრო მეტი მინდა, ჩემი სამუშაო ბევრად მეტი ღირს. ჯიმი მიფიქრა, თანხის გაზდით დავაფრთხობ და თავიდან მოვიშორებო. მაინც რამდენს სიტყვობთ, გახარებული ჩანდა რუსი მენეჯერი. არაფერსაც არ ვითხოვ, გაგეხომრეთ, არ გამოვა ეგ საქმე. ჯიმი მშვიდობიან ცდილობდა გასროდა ამაბეზარ უცხოეს. მისი კომპანიონობა რომ სურდა. ახალგაზრდა კაცი ხარ, დაფიქრდით, კარგ შანსს უშვებთ ხელიდან. არ ცხრებოდა მენეჯერი. არაფერი გამოვა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ჯიმი მიტრიალდა და წავიდა, კატიუშაც გაჰყვა. რას გადამეკიდა, დიდი მომაბეზრებელი ვინმეა. რუსებმა ასე იციან? სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ასეა. რუსებს უარი არ უყვართ. მეც ასეთი ვარ, არ მეტყობა და კატიუშამ ახლა თვითონ აკოცა ჯიმის. თუმცა კი მას ახლა კოცნისთვის ნაკლებს ხეროდა. კატიუშა, იქნებ ახლა მაინც უთხრა პიოტრ ვასილევიჩს, რომ საკმაოდ მაღალ თანხაზეც კი არ დავთანხმდები მის კონკურენტს. კატიუშა უცებ გამოფხიზდა. იცი ჯიმი, მე შენ ადგილას დავთანხმდებოდი. ოღონდ რა თქმა უნდა, მაზანდას აუწევდი. მერე პიოტრ ვასილევიჩის ბიჭებისგან ვიმიხსნი და რატომ ჭკვიანურად თუ მოიქცეოდი, არაფერიც არ მოგვივიდოდა. ბრალობიჩი რატომ ელაპარაკები? თუ არ ვწდები, ინგლისურ საკმაოდ კარგად ფლო. ჩემს თავსაც გულისხმობ. გვერდი დაგიდგები, ჩემთვისაც კარგი შანსია. ამდენი ფული სიზმრადაც არ მინახავს. და შენ ამისთვის მზად ხარ? გაუცებული შესკეროდა ჯიმი კატიუშას. ხო, მზად ვარ. მერე პიოტრ ვასილევიჩი, მას ხომ შენი იმედი აქვს? იგი მამა ჩემი არ არის, თანაც კაპიკებს მიხდის. კატია, არ გესინია ამჯერად რომ მე გაქცე? კატია ჩაფიქრდა. იცი ჯიმი, შენ მაგის გამკეთებელი არ ახარ. თუ მაინც გამამხელ, თავს მაინც დავიძრენ. იცოდე, იქით მოგდებ შარს. ჩემთან არაფერი გამოუვიდა და იტყუება მეთქი, ვიტყვი. იქნებ მითხრა, რას ელოდები ჩემგან? ეს შეკითხვა მოულოდნელი იყო რუსი თარჯიმანი გოგონასთვის. რას ველოდები? ბევრს არაფერს. მე მუშაობ, ისე რომ იცოდე, მომწვა ხარ კიდეც. სუდი ბიჭი არ ხარ, ტყუის ნამდვილად არ ვიტყვი. როგორც მამაკაცი, გოგონას გამოცდილად შეხედა ჯიმიმ. კარგ მამაკაცს კარგი ქალი სჭირდება. მაგაში გეთანხმები.
და ჯიმიმ წელზე ხელი შემოხვია კატიას. თავისკენ მიიზიდა და ის იყო უნდა ეკოცნა, რომ პიოტრ ვასილევიჩის ხმამ გამოაფხიზდა. აი, სადამალულა. მე კი როგორ გეძებდით? სადამეკარგე. ჯიმი პიოტრ ვასილევიჩმა ოფიციანტს უხმო, არაყი მოიტანეო. გეყოფა პეტია, იქნებ დაგესვენა და სტუმარიც აღარ შეგეწუხებინა. ეს ოლია ამშვიდებდა მეუღლეს. ამაშობაში ოფიციანტიც მოვიდა სინით, რომელზეც არყის ბოთლი, ჭიქები და ხიზილარას ბუტერბროტები ეწყო. ეს ამერიკელებისა და რუსების დამეგობრების მინდა შევსვა. ხასიაზე მოსულიყო რუსი ბანკერი. ჯიმის წინააღმდეგობა არ გაუწევია. არაყი თავიდანვე ჩამოასხა ჭიქებში. ოლიას და კატიასაც მიაწოდა. არყის თავში ჭიქები და ხიზილარის ბუტერბროდები. მე ხომ ვარ რუსი, იკითხა ბანკირმა. დიახ, უპასუხა ჯიმი. მერე შენ რა გინდა ჩემთან? ჯიმი მარიცოდა რა ეპასუხა და მხრები აიჩეჩა. შენ ხომ გინდოდა ჩემი დაჩაგვრა, მაგრამ არ გამოგივიდა და არც გამოგივა. შენ ხომ რაკეტები გქონდა ჩემსკენ მოშვერილი. გეგონა შემაშინებდი, არ გამოგივიდა. მაგრამ ეს წარსულში იყო. ახლა ჩვენ შევრიდით, საერთო ენა გამონახეთ და ახლა ერთად ვართ. გაუმარჯოს რუსებისა და ამერიკელების მეგობრობას. ურა! დასჭეკა პიოტრ ვასილევიჩმა და არაყი გადაჰკრა. ოლიას უნდოდა ხელში წტომოდა ქმარს, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გაუმარჯოს, მაგრამ რომელ რაკეტებზე ლაპარაკობთ, პიოტრ ვასილევიჩი? გულუბრყვილოდ იკითხა ჯიმი. ტრუმენი, რუზველტი, რეიგანი. ვინ წამოიწყო ცივი ომი? თქვენ წამოიწყეთ, ამერიკელებმა. შენ წამოიწყე. მე? ვერაფერი გავიკე. შეწუხებული ჩანდა ჯიმი. შეკახბა, რა სიტყვით თარგმნი ყველაფერს. კატიას გადასწვა რუსი ბანკერის მეუღლე. თან ქრისტის ხელი ჩაეჭიდა, რომ წონასწორობა არ დაეკარგა. ამდენი სასვლისგან გონება არეულს. გაუმარჯოს სტალინს, რუსეთს სტალინის სჭირდება. წამოიძახა პიოტრ ვასილევიჩმა და გამომეტყველება შეცვალა. ოლია ვეღარ იჭერდა ქმარს. ჯიმი აკრობატის ნახტომით მისვდა რუს ბანკერს და ზუსტად იმ დროს დაიჭირა, ქვაფენის რომ უნდა დანაცხებოდა თავით. მერე კი უცერემონიოდ მოიგდო მხარზე გალეშილი ბანკერი, ოლიას თვალებით ანიშნა, საი წავიყვანო. ოლია შეშინებული, მაგრამ მადლობის გამომხატველი თვალებით შესქეროდა შველელად მოვლენი ჯიმის და სახლისკენ მიმავარ ბილიკზე მიუთითა. პეწია, ამხელა კარიერის მიაღწია, მაგრამ არ აქვს მაინც ვერ ეშვები. თუმცა მაინც ჩვენი ხარ, ჩვენი. ეს დუმის დეპუტატი მოსულიყო მეგობრის დასახმარებლად, მაგრამ მიხვდა, ჯიმის მისი დახმარება აღარ დასჭირდებოდა. მოწონების ნიშნად მხარზე ხელი დაარტყა, ამერიკას სტუმარს და განზე გადგა. პროფესორი და დორა განცვიფრებულები შესკეროდნენ მხრებზე რუს ბანკირ მოკიდებულ ჯიმის. ვერ გაიგოთ რა ხდებოდა. სტუმრებს კი ეღიმებოდა. ეტყობა ამგვარ მდგომარეობაში არაერთგზის უნახავთ რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ბანკის ხელმძღვანელი. ჯიმი ფრთხილად დაუშვა პიოტრ ვასილევიჩის დივანზე. ღრმად ამოისუნთქა და ოლიას გაუღიმა, რომელიც კვადდაკვალ მოხვებოდა მათ. დიდი მადლობა ჯიმი, დღეს პეტიას ბევრი მოუვიდა და თქვენს დაგსაჭეთ. შეწუხებული ჩანდა ბანკერის მეუღლე. არა უშავს, უარესებიც ხდება. თავარი აქ ყველა პიოტრ ვასილევიჩის ახლობელია. ჯიმის ამ სიტყვებმა დაამშვიდა ოლია. ხვალ აუცილებლად გნახავთ, პეტია. მან იცის მისდამი კეთილად განწყობილი ადამიანების დაფასება. მადლობთ ყველაფრისთვის, თუმცა მოიცათ ეს რა გაქვთ პერანგზე, რაღაც მუქი ლაქა, მოდით გაგიწმენ. და დიდი ბანკერის ცოლი ჯიმის პერანგზე ლაქის მოშორებას მთელი გულმოდგინეობით შეუდგა. არ გინდათ, მისის ოლია, ნუ წუხდებით, მე თვითონ მივხედა და ჯიმი მოგზალებით მოიშორა მზრუნველი დიასახლისის ხელები, მერე დაემშვიდობა და სწრაფად გავიდა ოთახიდან. ეზოში კატიუშა დახვდა. როგორ არის პიოტრ ვასილევიჩი? ღიმილით იკითხა. რა თავარია, საწოლამდე მივიყვანე. ახლა ალბათ ტკბილად ზინავს. ხო და აქედან გამომდინარე დაასკვენი, ვითთან გაქვს საქმე. დროა ფულის კეთებაზე იფიქრო. ეს კაცი ერთ-ერთი უმდიდრესი ბანკერია რუსეთში. დღევანდელ ამბავს თუ გავითვალისწინებთ, შენ მოულოდნელი გამდიდრების საკმაოდ დიდი შანსი გაქვს. ჯიმიმ გაუცებით შეათვალიერა კატიუშა. კარგად ამიხსენი. რა ვთავაზო? შენი აზრით რა უნდა გავაკეთო? ეს მართლა მე უნდა მეკითხა. ხარ შევხვდე და იმდენ ვარიანტე ჩამოგითვლი, ადე კიდა არჩიე, რამდენიც გინდა.
ჯიმის არაფერი უთქვამს. ირგვლივ მყოფ მუზეუმის საზოგადოებას გადაავლო თვალი. პროფესორსა და დორას ეძებდა. ვერსაც შენიშნა. მოულოდნელად ჯიმის შინ ამერიკაში ყოფნა მოუნდა. თავის სახლში, სადაც ყოველთვის იმედიანად გრძნობდა თავს, სადაც არ ეშინოდა ვაი თუ ვინმე მომატყუოს ან მიღალატოსო. აქ კი გრძნობდა, როგორ ეხვეოდა ინტრიგის ბადეში. კატიუშა, შენ მაგარი გოგო ხარ, მაგრამ ამავე დროს მე მეშინია შენი. შეიძლება ვცდები, მაგრამ რატომაც გონია, რომ იმ შენი უამრავი ვარიანტიდან, რომელსაც თავაზობ, არც ერთი არ იქნება პატიოსანი ადამიანის შესაფერი. ასე რომ, ჩვენი საქმიანი ურთიერთობა, ვფიქრობ, ამ საღამოს უნდა დამთავრდეს. მშვიდობით, მე შენთან შეხვედრას აღარ ვაპირებ. ჯიმი ცივად მიტრიალდა და მუსიკოსებისკენ წავიდა. ფულის შოვნის იმედ ჯამქრალი რუსი ლამაზმანი გაუგნებული იდგა და ერთხანს იმასაც ფიქრობდა, რასაც ჯიმი მითხრა, ხომ არ მომეყურაო. მუსიკა ყოველთვის ანდამატებით იზიდავდა ჯიმის. ბრუკლინის ქუჩებში არც თუ ისე იშვიათად თავს გადამხდარი ჭუბისა თუ დაძაბულობის სიტუაციის შემდეგ ყოველთვის ბიძია ჯოს სახლში ან მის სტუდიაში მიდიოდა. აუცილებლად დაუკრავდა გიტარაზე, იმღერებდა რომელიმე კანტ მელოდიას ან სულად ბენდის რეპეტიციაში ჩაერთვებოდა და ყოველგვარი უარყოფითი ემოცია, რაც მოულოდნელ უსიამოვნებებს ახდა თან, სადღაც ქრებოდა. ახლაც კატიასთან კამათმა ძალზე უარყოფითად დამუხტა. ვერ იტანდა ავანტიურის ორპირ ადამიანებს, ფულისთვის რომ ეშმაკსაც მიჰყიდიან სულს. მეტიც, ამგვარ პერსონაჟებთან თითქმის ყოველთვის კონფლიქტი მოსდიოდა. იყო შემთხვევები, როცა საქმე მუშტი კრივამდე მისულა. ეს რა თქმა უნდა მამაკაცებს ეხება. ჯიმი ქალებთან ყოველთვის იცავდა წონასწორობას. როდი ბრაზელის მეგობრებს მოსწონდა თავიანთი ძმაკაცის შვილის ამგვარი პირდაპირობა, თუმცა კი როდის სულ სხვაგვარად ფიქრობდა. სულ ეჩიჩინებოდა შვილს, რომ ცემა ტყებით საქმე არ გამოსწორდებოდა. როდის აზრით, ამგვარ სიტუაციაში ყოველთვის გაცლას ჯობდა შხობს და ჯიმისთვისაც კარგი იყო და არც მის ოჯახს დააზარებდა. მამა-შვილი ამ საკითხში მაინდა-მაინც ვერ უგებდნენ ერთმანეთს. დაბრძენებული როდის დასაღვინებელი ვაჟიშვილი ხშირად ეურჩებოდა. თავის სიმართლეში დარწმუნებულ ჯიმის უჭირდა პოზიციის დათმობა. თუმცა რაც დრო გადიოდა, რაც უფრო ხშირად ვარდებოდა მძარფ ცხოვრებისეულ კონფლიქტურ სიტუაციებში, იმით უფრო ამჯობინებდა თავშეკავებას და თუ ადრე პირდაპირ შეტევაზე გადადიოდა, ახლა გაცლას ამჯობინებდა. კატიამ თავისი სახი გამოაჩინა. ჯიმის თავიდან იმდენად მოსწონდა უმშვენიერესი რუსი გოგონა, რომ ერთად გატარებული პირველივე ღამის შემდეგ ისიც კი იფიქრა, შეიძლება დედაჩემს რუსი რძალი ჩაუყანო ბრუკლინშიო. მერე კი დრო და დრო ჯიმი კატიას თვალებში ორპირი და ანგარებიანი ქალის აზრებს კითხულობდა. თითქოს, მაგრამ ცდილობდა ამისთვის ყურადღება არ მიექცია. დაბეზღებასაც ახსნა მოუძებნა. ფულს უხდიან და მის სამსახურის ეგარისო, მაგრამ როცა კატიამ ნამდვილი მტაცებლის თვისებები გამოამჟღავნა, იმ მტაცებლისა, რომელიც მიზნის მისაღწევად არაფერს დაგიდევდა, ამერიკელი გონს მოვიდა. მიხვდა, რომ ყველაფრისთვის დროულად უნდა დაესვა წერტილი. ჯიმი არასოდეს ერეოდა ბინძურ თამაშებში, რომელიც უმეტესწილად ბუმერანგივით მოუბრუნდებოდა და შეიძლება გაენადგურებინა კიდეც. მართალია ჯიმიმ კატია ერთი ხელის მოსმით მოიშორა, თუმცა როგორც ჩანს, ეს თვლად ასეც არ ყოფილა. გული დაწყდა, რომ თავიდანვე ვერ მიუხვდა კატიას მზაკრულ ჩანაფიქს, უფრო სწორად ვერ ამოიცნო მისი სილამაზის მიღმა, რა მზაკრული ჩანაფიქრი იმალებოდა. ამ სტრესული მდგომარეობიდან ახლა მუსიკა თუ გამოიყვანდა. ჯიმიმ თავის არაერთგზის ნაცად მეთოდს მიმართა და პიოტრ ვასილევიჩის სადღესასწაულო ვახშამზე მოწვეული ბენდის წინ აღმოჩნდა. მუსიკოსებს თავაზიანად მიესალმა და ერთ-ერთ მუსიკოს, რომელმაც ინგლისურად უპასუხა, ძველი ნაცნობებით კითხა: "ბლუზი დაუკრათ, არა ბიჭებო?" ჯიმიმ სოლო გიტარა აიღო და გამომცდელად გადახედა ბენდის წევრებს. ისინიც გაახალისდა თამამმა უცხოელმა და სიამოვნებით მიუგდეს ყური გიტარის ახლებურ აკორდებს. ჯერ ბას-გიტარა ახვა, მერე პიანინო, მერე დასარტყმელი ინსტრუმენტები ახმიანდა. ერთხანს რაღაც არეულ ინტონაციები ენაცვლებოდა ერთმანეთს. ეს ინტონაციები თანდათან სასიამოვნო მელოდიურ ბლუზად იქცა. უცბად ჯიმი ბენდის წევრებს დაკვრა შეაწყვეტინა, მერე მაყურებლისკენ მოტრიალდა.
მიკროფონი აიღო და შოუმენის ნაცადი ჟესტით დაიწყო. კალბატონებო და ბატონებო, მოგესალმება ჯიმი ბრაზერი ბრუკლინიდან. მე ჩემს მეგობრებთან პროფესორ ჯერი კელთან და დორის სმითთან ერთად უკვე 1 თვეა მოსკოვში ვიმყოფები. ბედნიერი ვარ, რომ აქ მოხვდი და თანაც უამრავი მეგობარი შევიძინე. სხვა რომ არაფერი, პიოტრ ვასილევიჩი რა დღის. სამწუხაროდ იგი ამჟამად სერიოზული მიზეზების გამო ვერ მისმენს და იმედია მალე შემოგვიერთდება. აუდიტორია სცენას მიაწყდა. ჯიმის ბოლო სიტყვებს კი მხიარული ოდნავ დამცინავით ოვაცია მოჰყვა. ოღონდ შევთანხმდეთ, მე პროფესიონალი მუსიკოსი არ გახლავართ, ამიტომ მცირეოდენი ლაფსუსები უნდა მაპატიოთ. ტაში და აპლოდისმენტები ფინალისთვის შემოინახეთ. ამჯერად დამცინავი შეძახილები ახტაცების ხმება შეცვალა. მასპინძლისგან უყურადღებოდ მიტოვებული საზოგადოება გამხიარულდა. ჯიმისაც მეტი რა უნდოდა, გიტარის სიმები მოსინჯა და ბენდის წევრებს ანიშნა, დავიწყოთო. სახელდახელო საკონცერტო ნომრები საკმაოდ ეფექტური გამოდგა. ჯიმის შესრულების დახვეწილი მანერით, დაბალი, მაგრამ სასიამოვნო ტემბრის ხმით, პოპულარული სევდიანი სიმღერებით ყურადღების ცენტრში მოექცა. შეიძლება ითქვას, ამერიკელი უხილავი ძაფით მართავდა დღესასწაულს მომლოდინე რუს საზოგადოებას. ამაში კი განსაკუთრებული როლი იქ-ყოფ ქალბატონებს მიუძღოდათ, რომლებიც სცენის სიახლოვეს აღარ შორდებოდნენ. ქალბატონებს მამაკაცებიც მიხვდნენ და სულ მალე საცეკვაო მოედანი წყვილებს ვეღარ იტევდა. ცხოვრება რომ იტყვიან, დუღდა და გადმოდუღდა. შოუმენის ნიჭით დაჯილდოებული კოლეგა ყოლიათ, პროფესორო, ერთ-ერთი რუსული ბანკის ხელმძღვანელი სახი გაბრწყინებული ამერიკის ამოდგომო და გვერდით. დიახ, თუმცა სიმართლე გითხრათ, მე არც კი ვიცოდი მისი სასცენო შესაძლებლობების შესახებ. ტყუილად კი არ ამბობენ, ადამიანი რომ გაიცნო, მასთან სამოგზაუროდ უნდა ახვიდეო და ამერიკელმა პროფესორმა სიამოვნებით მოსვა სოვეტსკოი შამპანსკოი მოხდენილი ბოკალიდან. მერე კი რუს ბანკის მიუბრუნდა. არაჩვეულებრივი შამპანური გაქვთ რუსებს. შეიძლება ითქვას, რომ ფრანგულს არაფერი ჩამორჩება. სხვათა შორის ამერიკაში საშობაოდ მხოლოდ სოვეტსკოი შამპანსკოის ყიდულო. მიხარია რომ მოგწონთ და რუსმა ბანკირმა გაწაფული მოძრაობით შეუსვო სტუმარს ბოკალი. მერე კი თავაზიანად მიმართა. საინტერესოა, ჩვენ ბაღს როდის ესტუმრებით, ჩემი კოლეგები სიამოვნებით მოусმენთ თქვენს ლექციას. სამწუხაროდ არაფრის თქმა არ შემიძლია. პროგრამას პიოტრ ვასილევიჩი ადგენს. შეწუხდა ამერიკელი პროფესორი. რუსი ბანკირი კი მიხვდა, რომ სასაუბრო თემა უნდა შეეცვალა. აქედან 20 კილომეტრში ძველი რუსული სოფელია. იქ ჩემი წინაპრების სახლია. უმშვენიერეს ადგილას აუშენებიათ. ახლა სოკოს სეზონია. თქვენ ალბათ არ იცით, რომ რუსები სოკოს არაჩვეულებრივად ამზადებენ. შეიძლება ითქვას შეუდარებლად. მოხარული ვიქნები თუ კვირა დღეს ჩვენთან ერთად გაატარებთ. ბანკირმა გაიღიმა და პროფესორს მეგობრულად გადახვია ხელი. მე სიამოვნებით წამოვიდოდი, მაგრამ კაცრად განსაზღვრული პროგრამით მუშაობ. შეწუხდა პროფესორი და დაუმატა. თანაც პროგრამაში ცვლილებების შეტანა ჩემს სურვილზე არ არის დამოკიდებული. იქნებ მითხრათ, ვინ წარმართავს თქვენ მოსკოვურ ტურნეს? გაუცებული ჩანდა რუსი ბანკირი. პროფესორმა პასუხს თავი აარიდა და სცენისკენ გაიხედა. ჯიმი აღარ ხუმრობდა. იგი თავისი ვირტუოზული საშემსრულებლო ხელოვნებით ხიბლავდა შეკრებით. ჯერი, ჩვენი ჯიმი დღეს მართლაც განუმეორებელია. ნახეთ რა სამბეჭდავად უკრავს. დორა ახთოვანებული იყურებოდა სცენისკენ და დროდადრო ახტაცებისგან ტაშ შემოხრავდა ხოლმე. მოცეკვავი წყვილებიც მოხიბლული იყვნენ ამერიკელის საშემსრულებლო ოსტატობით. იმდენად რომ ცეკვასაც კი თავს ანებებდნენ და მუსიკოსებისკენ გადაჰქონდათ ყურადღება. რიტმული მელოდია სულ უფრო დაუბრუნდამხვევად ითრევდა დამსწრედ. ისეთი შთაბეჭდილება იქნებოდა, თითქოს ოკეანის ტალღები მოიწევდნენ მაყურებლისკენ და თავისკენ იზიდავდნენ. ჯიმის გიტარა უმშვენიერესი ბგერებით ათრთობდა ირგვლივ ყველას და ყველაფერს, თითქოს სადაცაა სიმები დაწყდებაო. გიტარას არ სხვა ინსტრუმენტები ჩამორჩებოდა. რუსი მუსიკოსები დაკლული ეჯიბრებოდნენ ამერიკას სტუმარს. საზეიმო საღამოს მონაწილენი წუთით ერთ ადგილზე გაიყინენ, რაღაც უჩვეულოს მოლოდინში. ჯიმიმ კიდევ უფრო მოუმატა დაკვრას ტემპს.
მერე მოულოდნელი და სწრაფი მოძრაობით გიტარა წრიურად შემოატრიალა, დაკვრა შეწყვიტა და დასატყამ ინსტრუმენტზე გადაინაცვლა. ბენდი კიდევ უფრო გამოცოცხლდა. წყვილებმაც ერთმანეთი მოძებნეს. საერთო აღთქმის ფონზე კი მაშინ როცა ყველა აზარტულად ჩაეფლო მუსიკის მორევში, ბენდმა დაკვრა შეწყვიტა. მოცეკვავეები ჯერ გაუგნებულები შეჩენდნენ, მერე კი ერთბაშად იხულა ტაშმა. ჯიმი სცენაზე იდგა და გაბრწყინებული და მილოცვებს იღებდა და როცა ტაშის გრიარში სცენიდან ჩამოსვლა დაიწყო, ბენდმა ერთგვარი გაცილება მოუწყო. რუსი კოლეგების ნელი აკომპანემენტის თანხლებით ამერიკელი ვირტუოზი მაყურებელთა რიგებში შეუერთდა. მომილოცავ ჯიმი, შენ ნამდვილად გვასახელე, აღტაცებას ვერ ფარავდა დორა, რომელიც სიხარულით გადაეხვია კოლეგას. დავიჯერო მართლა მოგეწონა? ჩაეკითხა ჯიმი. ძალიან მომეწონა, მიხარი რომ შენთან ერთად მომიწია მოსკოვში წამოსვლა. პროფესორო ჯერი, იქნებ წავიდეთ. ძალიან გთხოვთ. ნურაფებს ვკითხავთ. მინდა ამ საზოგადოებას რაც შეიძლება მალე დავახციოთ თავი. ჯიმის ეტყობოდა ერთი სული ჰქონდა სანამ აქაურობას გაეცლებოდა. ვერაფერი გავიგე, ცუდი ხომ არაფერი მოხდა, გაოცებული ჩანდა პროფესორი. თუ თქვენ არ წამოხვათ, მაშინ აპატიეთ, მაგრამ მომიწევს თქვენი დატოვება. ჯიმი მიტრიალდა და ეზოს გასასვლელისკენ გაემართა. პროფესორმა მხრები აიჩეჩა და დორას ანიშნა, ჩვენ წავიდეთო. ამერიკელები უსიტყვოდ აედევნენ უმცროს კოლეგას. რატოს წასვლა, ახლა იწყება მხიარულება, საიდანაც დუმის წევრი გამოვიდა და პროფესორს აედევნა. უნდა წავიდეთ. ხვა ძალიან ადრე გვაქვს შეხვედრა დაგეგმილი, იყო პასუხი. დუმის წევრი ამერიკელებს მანქანამდე მიხვა, ჯიმისთან მივიდა და მაგრად ჩამოართვა ხელი. იცი რას გეტყვი მეგობარო, შენ ჩვენსავით მაგარი ვირმე ყოფიხარ. პიოტრ ვასილევიჩი ჩემი მეგობარია და რადგან თქვენთან მეგობრობს გამოდის, ჩვენს შეგვიძლია საერთო ენის გამონახვა. მით უმეტეს ძალიან მომეწონეთ. თან კავკასიას გავხართ. იმედი მაქვს ხვალ აუცილებლად შევხვდებით. აბრამოვიჩი არ უნდა დაივიწყოთ. ამას ყველაფერს თარჯიმანი თარგმნიდა. ბოლო სიტყვა როგორც კი დაასრულა, დუმის წევრი ჯიმის მივარდა და შუბზე აკოცა. მერე მხარზე ხელი წამოარტყა და მედიდურად წამოიძახა, მაგრამ ისიც იცოდეთ, რომ რუსებს მაინც ვერ აჯობებთ. რუსებზე ძლიერი დედამიწაზე არავინა, გაუმარჯოს რუსეთს. დუმის წევრი შეტრიალდა და ბორძიკით ისე ეზოში შებრუნდა. ამერიკელები ხელის დაქნევით დაემშვიდობდნენ საზოგადოებას, ავტომობილში ჩასხდნენ და იქაურობას გაეცანენ. სალონში ხმა არავის ამოუღია. ჯიმი ფანჯარაში იყურებოდა და ფიქში ჩაზურილიყო. პროფესორმა ვერ მოითმინა და ჯიმი თავისკენ მოახედა. რა მოგდი ჯიმი? ვერ აქცნობ. აღარ გვეტყვი რამ გაგაღიზიანა? ჯიმი მოტრიალდა, კოლეგებს გადახედა, მერე ღრმად ამოისუნთქა და პროფესორს თვალი გაუსწორა. იცით, პროფესორო ჯერი, ძალიან გაუტანელ ბინძურ წესებით მოთამაშე ხალხში ვიყავით. გამიჭირდება მათთან ურთიერთობა. სადაც ფულია ყოველთვის არის ბინძური თამაშის საფრთხე, ფიქრიანად უპასუხა პროფესორმა. რუსები მთლად ასე ხელიდან წასულებიც არ მეგონა. ეგ ჩემო ჯიმი, ყველგან ასეა, უბრალოდ დასავლეთმა კარგი ხანია გაიარა ეს ეტაპი და იქ ყველაფერი კულისებს მიღმა მიმალული. აქ კიდე ველური საბაზრო ურთიერთობებით ყვავის, ამიტომაც მოგეჩვენა შენ ასე აუტანლად მათი თამაშის წესები. ალბათ თქვენ მართალი ბრძანდებით, მაგრამ მე რუსების უხეშმა ტონმა და ბრძანებლურმა ზემოდან ცქერამა გამაღიზიანა. ჯიმიმ ისევ პანჯრისკენ გაიხედა. შენ ჯერ ბავშვი ხარ, ჯიმი, არა უშავს. მოვა დრო და ამ ყველაფერს ჩვეულებრივად აღიქო. პოლიტიკა და ბიზნესი რთულ და სახიფათო თამაშ მოითხოვს. დორამ გაიღიმა. პროფესორს გადახედა და ჯიმის მეგობრულად წარმოატყვა მხარზე ხელი. სასტუმროში ისე მივიდნენ, სხვა აღარაფერი უთქვამთ. ერთმანეთს ფოიეში დაემშვიდობდნენ და თავიანთ ნომრებისკენ გაემართნენ. ოპერაცია შეხვედრა. მაინც რამხელა ქალაქია ეს მოსკოვი. ასე მგონია, არ დასაწყისი აქვს და არ დასასრული. ეს გზაც აღარ თავდება. აქაური ტროლეიბუსის ერთი გაჩერება თბილისის ხუთს უდრის. გაგიჟდება კაცი. ტროლეიბუსის ფანჯრიდან იყურებოდა გია და თან ბუზღუნებდა. წარმოიდგინე, რაც საქართველოში მოსახლეობა ამ ქალაქში დაეტევა. კიდევ უფრო გაუმძაფრა შტაბ-ეჭრილება მეგობარს უჩა. აქ რომ რამე მოგივიდეს, ვინ იქნება პატრონი, ზედაც არ არის შემოქმედებს, ალბათ, ჩაილაპარაკა გია. მეგობრებმა ახლა ფეხით მოსიარულეებზე გადაიტანეს ყურადღება.
ამ ქალაქში ცნობილი რომ გახდე ალბათ წარმოუდგენელიცაა. ეს უჩა იყო. რა პოპულარობას აპირებ თანაც მოსკოვში? რატომაც არა, რა არის ამაში ცუდი? მე მიჩვენია თუნდაც არავინ მიცნობდეს, ოღონდ ბევრი ფული მქონდეს. და ტროლეიბუსით არიარო არა, გაიღიმა უჩას. ნაღდი გენიოსი ხარ, როგორ მიხვდი? ბევრ ფულს რომ ვიშოვი, იყიდი ერთ ახალ ტროლეიბუსს და მოიცა ბიჭო, ტროლეიბუსი ალერგია მაქვს და შენ სხვას ვერაფერს იმეტებ ჩემთვის? შენ არ მითხარი, არ მინდა ცნობილი ვიყო. გიამ ხელი ჩაიქნია, შენგან არაფერი გამოვა. მაშინ იმ გოგონებსაც გაჩუქებ, ნახე რა ლამაზები არიან და უჩამ ფანჯი და გაახედა ძმაკაც. უჩა, სალია, ლაზღადორობის გიჩენია საქმეზე ილაპარაკო. დავიჯერო არ ღელა. უჩამ ღმათა მოისუნთქა და ძმაკაც გადახედა. როგორ არ ღელა? ერთი სული მაქვს შევხვდე და ბოლოს გავარკვიოთ ჩვენი სამომავლო ურთიერთობა. ისე რომ იცოდე, როგორ მაინტერესებს ცხოვრებაში თუ ისე მგავს, როგორც ეკრანზე. ტროლეიბუსი ნელა მიუყვებოდა რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას, რომელიც უცხოური მანქანებით გადაჭედილიყო. ამ მანქანებიდან სიმდიდრე და კომფორტი გაწონებდა თითქოს თავს. შეძლებს კი უჩა ამგვარი უზრუნველობით მიუჯდეს რომელიმე ასეთ ძვირად ღირებულ მანქანის საჭეს? შეძლებს კი ამ ეგრეთ წოდებულ მაღალ საზოგადოებაში ტრიალს. სამისოთ ალბათ ბევრი შრომა და ენერგიის დახარჯვა მოუწევს უამრავი ბარიერის გადალახვაც. ახლა მამა გაბრიელი გაახსენდა მისი მზრუნველი სახე, როცა შეშფოთებით ლაპარაკობდა მის სულზე. გაახსენდა რამდენი ენერგიის დახარჯვა უწევდა იმ არც თუ ისე სახარბილო წარმატებისთვის, რომელიც მის ბიზნესს მოჰქონდა. რამდენი კონკურენტი დაუჩაგრავს, ოღონდ კი მიზნისთვის მიეღწია. მიხვდა რომ ამერიდან ასე ვეღარ გააგრძელებდა საქმიანობას. დედაც გაიხსენა, როგორ ეხვეწებოდა ცხინვალსა და ჩრდილოეთ კავკასიაში სიარულს თავი დაანებე და რამე მშვიდი საქმე აირჩიეო. არა და დედა ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ დამშვიდობელი შვილის ნახვა ვერ მოესწრო. მეტიც, შვილის ნატრაში მოამოხდა სული. და დადგა ის დღე, როცა უჩამ ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა, მაგრამ ვაი თუ არ გაუმართლოს, ვაი თუ ოცნება დარჩეს და მეტი არაფერი, არა და ძველებურად ცხოვრება ძალიან გაუჭირდებოდა, უბრალოდ წარმოუდგენლად მიაჩნდა. ამგვარ ფიქრში ქართული მეგობრები სასტუმრო ნაციონალს მიუახლოვდნენ, გაჩერებაზე ჩამოვიდნენ და ერთმანეთს შეხედეს. როგორ ფიქრობ, გია, არაჯობებდა კოსტუმი ჩამეცვა? იკითხა უჩა. რა მნიშვნელობა აქვს თავარია ერთმანეთს გაუგონ? ისე არ მგონია ამ შეხვედრისას ჩაცმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. და მთავარია არ დაიბნე და ამშვიდა ძმაკაცი გია. მეგობრები რაღაც ახლისა და საინტერესოს მოლოდინში იყვნენ. სწრაფი ნაბიჯით წავიდნენ სასტუმროსკენ. სასტუმროს წინ რამდენიმე მამაკაცი იდგა და საქმიანად საუბრობდნენ. ერთ-ერთმა უჩა შეამჩნია და მოსაუბრეები მისკენ გამოახედა. ყველანი ღიმილით მიესალმნენ. უჩა შეცბა, მაგრამ არ დაბნეულა. თავის დაკვირით უპასუხა მათ მისალმებას. ესენი ვინ არიან? უჩა იცნო, გაუკვირდა გიას. ჩვენი უბნელები არიან მოსკოვში ჩამოსულან. იყო ამომწურავი პასუხი, რასაც გიას განცვიფრება მოჰყვა. უბანში ეს ხალხი არასოდეს დამინახავსო. სასტუმროს შესასვლელთან ორი ლამაზი გოგონა ედგა. ვიღაცას ელოდნენ. უჩა დანახვა ორივე გაახარა. ინგლისურად დაუძახეს, როგორ ხარ, სად დაიკარგეო. უჩამ წერა თითი ასწია და გოგონებს ანიშნა მაგრადვარო. მათაც გადაიკისკისეს და ხაეროვანი კოცნა გამოუგზავნეს. ესენი სადღა გაიცანი, გადაირია გია. ესენი ჩემი ინსტიტუტში გუფელები არიან. უჩას თავი არ მოუტრიალებია, ისე უპასუხა. გიამ ეჭის თვალით შეხედა, თავზე ხელი მოისვა და უჩას მიხვა. კი, მაგრამ შენი ჯგუფელები თუ არიან, ქართული დაავიწყდათ? იკითხა დაეჭვებით. ასეა საჭირო, ცოტაც და უჩას სიცილით წასკდებოდა. გიას გულუყურობა ამის საბაბს ნამდვილად იძლეოდა. ფოიეში რომელიღაც უცხოური დელეგაცია შეკრებილიყო და ხმაური იდგა. უჩას ადმინისტრატორთან უნდა მისვლა და შეკრებილთა შორის იკვლევდა გზას. ვისხედავ ჩემი თვალები, ძალიან მიხარია, რუსულიდან ინგლისურზე გადავიდა მაღალი 40 წლის სიმპათიური რუსი მამაკაცი და უჩას გადაეხვია. ჩემი მეუღლე გუშინდელი საღამოს შემდეგ სულ თქვენზე ლაპარაკობს. ისე მოეწონეთ, რომ ლამის ვიეჭვიანო კიდეც. თქვენთან შეხვედრა უნდა.
ბოლო წინადადება რუსულად თქვა და მის გვერდით მდგომმა ახალგაზრდა თარჯიმანმა გოგონამ მაშინვე თარგმნა. ვერ გავიგე, რისი თქმა გინდათ, რუსულად იკითხა გაუცებულმა უჩამ. თქვენ რუსულად ლაპარაკობთ, ახლა კი თვად გამიგიჟდება ჩემი მეუღლე. მისტერ ჯიმი, გიტარას რომ ჯადოქარით უკრავთ. მეც ახთომადები ვარ თქვენით. ძალიან გთხოვთ, ამერიკაში გამგზავრებამდე ჩვენს გვეწვიოთ. პიოტრ ვასილევიჩსაც ჩავაყენებთ საქმის კურსში და უარი არ გითხრათ, ხო? აცხრებოდა უცნობი რუსი მამაკაცი. უჩამ მიხვდა, რომ რაღაც გაუგებრობა იყო. თან ხვდებოდა და თან ვერა. თანაც იცოდა, ისე უნდა მოქცეულიყო, არავინ მიხვდარიყო, რომ დაიბნა. მაპატიეთ, ძალიან გვეჩქარება, მოგვიანებით დაგვიკავშირდით. უარს ნამდვილად არ გეტყვით. მისმა სიტყვებმა რუსი მამაკაცი ძალიან გაახარა, მაგრა ჩამოართვა უჩას და გიას ხელი და კმაყოფილი წავიდა. უჩა გამაგებინა რა ხდება. ამდენი ნაცნობი საიდან აღმოგაჩნდა მოსკოვში. თუ ტვინი ამერია და ეგ არის. გია განცურვებას აღარ მალავდა. შენ გონია მე ვიცი რა ხდება? წამოდი, ფიქრო მალე ყველაფერს ბარდა აეხდება. ძმაკაცები ადმინისტრატორის მაგიდასთან მივიდნენ, სადაც ორი მშვენიერი რუსი გოგონა იჯდა. ორივენი ისეთი ხალისით მიესალმნენ უჩას, რომ მან თავი უხერხულად იგრძნო. გოგონებო, ჯიმი ბრაზელი, რომელ ნომერში ცხოვრობს? რუსულ ენაზე თავაზიანად იკითხა უჩამ. გოგონების შეცვლე, ეჭვის თვალი დაუწყეს უჩას ყურება. მე ერთ-ერთმა გამოწვევად ჩაუკრა თვალი უჩას და ღიმრით უთხრა. რუსული სიტყვები ისწავლეთ და გვაგიჟებთ, არა? და გოგონები აკისკისდნენ. უჩასაც გაეცინა და გიას გადახედა. გიას თავის სიზმარში ეგონა, ვერ გაეგო რა ხდებოდა. მე კი ვიცი, ჯიმი ბრაზელი სადაც ცხოვრობს, მაგრამ ჩემს მეგობარს არ ჯერა და უნდა თქვენგან მოისმინოს. რაღა დაგიმალო და თქვენი გაცნობაც უნდა. ამ სიტყვებით უჩამ ერთბაშად მოიგო ორივე გოგონას გული. თქვენი მეგობარიც ამერიკელია, მისტერ ჯიმი? იკითხა ერთ-ერთმა. ამერიკელი არა, მაგრამ მაგარი ქართველია, უპასუხა უჩამ. ეგ როგორ? კარგი სადგეზულეები იცის. ნახოთ, ამის შემოწმება ძნელი არ იქნება. წაიკეკლუსა გოგონა. უჩამ გიას თვალით ანიშნა საქმეს მიხედეო. მე ყოველთვის მზად ვარ მემსახუროთ თქვენსავით ლამაზ გოგონებს. ნაძალადევად ამოღერღა გიამ, თუმცა გოგონებს მაინც ესიამოვნეთ კომპლიმენტი. მისტერ ბრაზერ, ეტყობა ძალიან ბევრ ადამიანს ახსოვხართ და გოგონებმა უჩას წერილებზე მიუთითეს. თქვენ თუ გამიხსენებთ, როცა აქედან გამემგზავრები, გაუღიმა უჩამ გოგონებს. რა თქმა უნდა, და ბარათებსაც გამოგიგზავნეთ ამერიკაში, მისტერ ბრაზერ. ამ სიტყვების შემდეგ ერთ-ერთმა გოგონამ წერილების მთელი შეკვირა დაუდო უჩას. ეს ყველაფერი ჩემია, გაიკვირვა უჩა. დიახ, მისტერ ბრაზერ, დილიდან მოდის. სხვა დღეებში ამდენი არ იყო. უჩამ აკრიფა წერილები, გოგონებს თვალი ჩაუკრა, მადლობა გადაუხადა და ლიფტისკენ დაიძრა. უჩა, კაცი არ ხარ, გამაგებინე რა ამბავია, შეწუხებული ჩანდა გია. რა გაგება ამას უნდა, ოპერაცია შეხვედრა დაიწყო. ყველას ამერიკელი ჯიმი გონი ვარ, ეგ არის და ეგ. მე ის მადარდებს, რომ არ ვიცით, რომელ ნომერში ცხოვრობ ჩემი ორეული, სადღაც უაზრო ადგილას არ ამოყოთ თავი. უჩას ნათქვამმა გია გაახალისა. მოვლენების ასეთ განვითარებას ვერ წარმოიდგენდა. გამოდის, რომ შენ ახლა ამერიკელი ხარ და ამ სასტუმროში ცხოვრობ. სამწუხაროდ არ იცი რომელ ნომერში. ახალმა სიტუაციამ გია გაართო კიდეც. რას ქილიკობ, აჯობეს დამეხმარო, როგორ გამოვიდეთ მდგომარეობიდან. კი, მაგრამ ეს წერილები სადღამი გაქვს. სიცის უკვე ვეღარ იკავებდა გია. ბაბუა ჩემთა, რა გაცინეთ, აბა იქ დამეტოვებინა. უჩამ უკვე აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მისტერ ბრაზერ, მოესმა ძახილი. უჩამ უნებლიეთ გაიხედა. ახალგაზრდა კაცი მისკენ მორბოდა და ხელში კონვერტი ეჭირა. მაპატია შეგაწუხეთ, მაგრამ რო დაგინახეთ, თავი ვეღარ შევიკავე. ახალგაზრდა კაცი გამართულ ინგლისურით ლაპარაკობდა. უჩამ ყველა სიტყვა ვერ გაიგო, მაგრამ მიხვდა, რომ წერილის გადმოცემა უნდოდა. მე რას წუხდებოდი? დაგერეკა ჩემთვის, ან კიდევ ადმინისტრატორთან დაგეტოვა წერილი. რუსულად უპასუხა უჩამ. მისტერ ბრაზერ, თქვენ რა რუსულად იცით? გაიკვირვა ახალგაზრდა. რატომ არ უნდა ვიცოდი? ცუდი ენაა თუ? მე ეს არ ვიცოდი. ჩემი ბანკის ხელმძღვანელობას ვაცნობებ ამის შესახებ. ძალიან გაუხარდებათ. უკაცრავად ვისთან მაქვს საქმე? თავს ხო ვერ შემახსენებთ? უჩამ მიხვდა, რომ ინიციატივა უნდა აიღო. მე საფონდო ბირჟის ბროკერი ვარ, ნიკოლაი ვორონოვი. თქვენ ჩვენთან ორჯერ იყავით და მე თარჯიმანი გახდით. აღარ გახსოვართ? უჩამ სერიოზული გამომეტყველება მიიღო. რა თქმა უნდა, შვენიერი სტაბიჭლება დატოვა ჩემზე. ახლა რამ შეგაწუხა, რით შემიძლია დაგეხმარო?
ნიკოლაი შეიშმუშა, პიჯაკი შეისწორა, ეტყობა რომ ღელავდა. მისტერ ბრაზე, პიტაბრი გეტყვით, ხელმძღვანელობამ თქვენთან გამომაგზავნა, თან წერილის გამომატანა. ინგლისურად დაიწყო ლაპარაკი ნიკოლაიმ. რუსულად ილაპარაკეთ, ახლახან დავამთავრეთ სწავლების ერთი კურსი და მინდა ჩემი ცნობა გამიმტკიცო. არ დაიბნა, უჩადა, ნიკოლაი აიძულა რუსულად ელაპარაკა. ბროკეს გაიღიმა და განაგზო. ჩემი ხელმძღვანელობა თქვენთან შეხვედრას ითხოვს. საქმიანი წინადადება აქვთ. კონკრეტულად ის თაობაზე, იქნებ მოკლედ მითხრა, ძალიან მიჩქარება, დასერიოზულ და უჩა. ყველაფერი წერიშია ჩამოყალიბებული. იქვე ჩეკი, რომლის განაღდებასაც მხოლოდ თქვენი ხელმოწერა ეყოფა. კარგი, დამიტოვეთ, გავეცნობით და პასუხსაც მალე შეგატყობინეთ. მაპატიეთ, მაგრამ უნდა დაგტოვოთ. უჩამ წერილი გამოვართვა აღარებულ ბროკეს და წასასვლელად მოემზადა. და კიდევ ერთი თხოვნა. ხვა ჩვენი კომპანია პრეზენტაციას აწყობდა თქვენს მეგობრებთან ერთად გეპატიჟებით. თანაც თქვენს მუსიკალურ შესაძლებლობებზე ხომ უკვე ლაპარაკობენ მოსკოვში. უჩამ ვერ გაიგო, ამით რისი თქმა უნდა ახალგაზრდა ბროკეს, მაგრამ მიწვევაზე უარი არ უთხოვს. დაემშვიდობა და კიბისკენ მერე შეჩერდა და ვორონის მოუხმო. ნიკოლაი, წერილი რომელ ნომერში აქონდა? 614-ში. რატომ ეკითხეთ? დაიბნა ბროკერი. არა, სხვა ნომერში გადავდივარ და აღარ გააგრძელა უჩამ კმაყოფილი ჩანდა. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, ასე იოლად შეიტყო თავისი ორეულის ნომერი. თამამა წავიდა ლიფტისკენ. ახლა უკვე იცოდა, საით უნდა წასულიყო. მისი განწყობა გიასაც გადაედო. გია, როგორ ფიქრობ, მართლა გავარ ამერიკეს? რა ვიცი, ყველა კი დაგდევს და ინგლისურად მეშინია ხმის ამოღება. ნაღდად შემატყობენ. დანარჩენს როგორმე მოუვული. ნუ გეშინია, შენი ამბავი რო ვიცი, ინგლისურსაც მოუხერხებ რამეს. თუ არა და მე აგერ არ ყავარ, თავი გამოიდო გია. ხო, ეკინაღამ დამავეცდა. თანაც ხომ გაიგე იმ რუსმა ბროკერმა, რო თქვა, კომერციული წინადადება გვახსო. მხოლოდ ხელის მოწერაა საჭირო. გავიგე, რაღაც გონი ბნელ საქმესთან მიგვიყვანს ეგ ბროკერი. მეც ასე ვფიქრობ, თუმცა დასკვნებით გამოტანა ნაადრევია. ჯერ ის ვიღა ჯიმი ბრაზერიც არ გვინახავს. ისე ხო მაგარი ვარ, რა ტექნიკურად გავიგეთ ამერიკელის ნომერი არა, თავი მოიწონა უჩამ. მაგარი ხარ, ისე როგორ მოიფიქრე მაინც. ხომ ხედავ გია, ღმერთი ჩვენთან არის. ჯერა არ მიგვატოვებს. გული მიგზნობს, რომ კარგად წაგვივა საქმე. უჩას გამოცოცხლება დაეტყო. ლიფტიდან ენერგიული ნაბიჯებით გამოვიდა და სასურველი ნომრისკენ წავიდა. ჯიმი ბრაზერმა მთელი ღამე საწოლში იწრიალა, ვერაფრი დაიძინა. წინა საღამოს გვარიანად მოუწია რუსული არყის დალევა. თანაც მინისცენაზე გიტარის დაკვრამაც იქონია გავლენა. თავი უსკდებოდა, რამდენიმე ცალი ასპირინი გახსნა, წყალში და დალია. ტკივილი ოდნავ მოეხსნა. იმ შეხვედრაზე ფიქრობდა, დილისეც 11 საათზე რომ მოუწევდა თავის ორეულთან. აქანტი ამ შეხვედრაზე ფიქრისას მაინდამაინც არ ნერვიულობდა, მაგრამ ახლა რა მოუვიდა თვითონაც ვერ გაერკვია. ძალიან ღელავდა. შეხვედრამდე რაღაც საათები იყო დარჩენილი და მძიმე ფიქრი მიეძალა. რას მოუტანდა ეს შეხვედრა ან მას, ან იმ მეორეს, მის ორეულს? ვინ იყო და რა განიცდიდა მის დამი ის ვიღაც ქართველი? გაუგებდნენ კი ერთმანეთ, თუ ეს შეხვედრა სრულიად უცხო პრობლემების წინაშე დააყენებდა ერთსაც და მეორესაც. ან საჭირო იყო, კი საერთოდ ეს შეხვედრა. დილადრიან წვერი გაიპარსა, შხაპი გადაევლო და კომპიუტერს მიუჯდა. ჯიმიმ ბოლომდე გაზარდა უჩას ფოტო, ისე რომ ეკრანი ბოლომდე დაფარა, უყურებდა და თვალს უჯერებდა. დიდი მცდელობის მიუხედავად განსხვავებას ვერ პოულობდა. თუ არ ჩავთვლით სრულიად უმნიშვნელო დეტალებს, ამიტომაც იყო ალბათ, რომ კიდევ უფრო გაუძლიერდა სურვილი თავისი ცოცხალი ორეულის ხილვისა. 9 საათზე პროფესორმა დაურეკა, რომ რაღაც შეხვედრაზე ეპატიჟებოდა. თავის მხრივ ჯიმიმ შეახსენა ცოტა ხნის წინ ნათქვამი, რომ ამ დღეს მას არსაც წასვლა არ შეეძლო, რომ სერიოზული შეხვედრისთვის ემზადებოდა. ოღონდ რა შეხვედრისთვის, ამის შესახებ მოგვიანებით აგიხსნითო. პროფესორს გული დაწყდა, რომ უმცროსი კოლეგის გარეშე მოუწევდა წასვლა. უკვე ისე შეეჩვია ჯიმის, რომ უიმისოდ ასად მიდიოდა, მაგრამ ამჯერად დორასთან ერთად მოუწია მორიგ შეხვედრაზე წასვლა, ასე რომ საღამომდე ჯიმი ბრაზერი სასტუმროში მარტო დარჩა. კარზე კაკუნი გაისმა. ჯიმი წამოდგა და კარისკენ წავიდა. სახელოს რომ ხელი მოჰკიდა, შეჩერდა. ვერ მიხდარიყო ასე რატომ ღელავდა. ხელი ვერ დაემორჩილებინა კარის გასაღებად.
ისევ გაისმა კაკუნი. ჯიმი გამოირკვა, თავს ძალა დაატანა და კარი გააღო. უჩას ღიმილის სახეზე შეეყინა მის დანახვაზე. ჯიმიც ადგილზე გაშეშდა. გია ცოტა დააკდა და განცვიფრებისაგან ადგილზე ჩაიკეცებოდა. გასაოცარმა ეფექტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. უჩა და ჯიმი გაჭრილი ვაშლის ორი ნაჭრევით გავდნენ ერთმანეთს. ასე მსგავსებას როგორც ჩანს, არც ერთი არ მოელოდა. უჩა კარს აქეთ იდგა, ჯიმი კარს იქით. უყურებდნენ ერთმანეთს და ხმას ვერ იღებდნენ. მისალმებაც ვერ გაებედათ. უჩა, რას გაჩედი, შევიდეთ. გარეთ ხომ არ ვიდგებით, გია გამოერკვა დაძაბული სიტუაციიდან. შემოდით ნომეში, აქ უხეხულად გავართ. გაუბედაობა ეტყობოდა ხმაში ჯიმის. უჩა მორიდებით შევიდა ოთახში და დივანზე ჩამოჯდა. გიაც გვერდით მიუჯდა. ჯიმის კარი არ დაუკეტავს, სტუმრებს მიხვა. მოპიტაპა ხარეს ჩამოჯდა. თან უჩას თვალს არ აშორებდა. ორეულები ერთმანეთს უსიტყვოდ სწავლობდნენ. უხეხული სიტუაცია ჩამოვარდა. არც ერთი არ აპირებდა ლაპარაკის დაწყებას. გია ხან ერთ შეხედავდა, ხან მეორეს. აღარ იცოდა რა ექნა. ბოლოს ვეღარ მოვითმია და ხმამაღლა დაახველა. უჩა და ჯიმი გამოფხიზდნენ. ჯერ გია შეხედეს, მერე ერთმანეთს. მისტერ, რა სიტყვით, ზღაპარში არ გონია თავი? დამტრეული ინგლისურით იკითხა უჩა. დიახ, ნამდვილად წარმოუდგენელია. არ მეგონა თუ ასეთ მსგავსება იქნებოდა ჩვენ შორის. ეს სასწაულია, ამის დაჯერება შეუძლებელია. მაგრამ ფაქტი სახეზეა. თქვენ მე ძალიან მგავხართ, გაიღიმა უჩამ. გინდა თქვათ, რომ თქვენ მე არ მგავხართ? ჯიმიმაც გაიღიმა. უჩა მიუხვდა ხუმრობას და გულიანად გაიცინა. მოდი გიას ვკითხოთ, ვინ ვისგავს? ალბათ ის უფრო შეძლებს შეფასებას. უჩამ გიასკენ გაიხედა. გიამ იგზნო რომ მასზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ვერ მიხვდარიყო რას და დაბნეულად იღიმებოდა. ეჩემი ბავშვობის მეგობარია გია. წარუდგინა უჩამ ორეოს ძმაკაცი. ჯიმი მაგრად ჩამოვართვა ხელი. ყავას მიირთმე თუ ჩაის, იკითხა ჯიმი. ნუ შეწუხდებით, არაფერი არ გვინდა. შემიძლია სასმელით შემოგთავაზოთ. წინააღმდეგობას გაწევას აზრი არ ჰქონდა. ჯიმი მეორე ოთახში გავიდა. ძმაკაცები მარტო დაშნენ. უჩა, გონი დედაშენი რო ცოცხალი ყოფილიყო, ის ვერ გარჩევდათ ერთმანეთისგან. მართლა სასწაულია, ადგის ვერ პოულობდა გია. უჩას არაფერი უთქვა. ისე საიდან მოგივიდა აზრად, რომ სადღაც შეიძლება შენი ორი ყოფილიყო, აღტაცებას ვერ ფარავდა გია. ჩემო გია, ჩვენებურად რომ თქვათ, ეჯერ ჟურნალია, ფილმი ახლა იწყება. დაწყება კი ჩვენზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით კი შენზე. შენ ხომ მითხარი, ჩემი იმედი ქონდესო. უჩა აღარ ხუმრობდა. მეგობრებს გაეცინათ, ორივე იგზნო რომ მათ ცხოვრებაში რაღაც ახალი და სასიამოვნო იწყებოდა. ამასობაში ჯიმიმ ლანგრით კონიაკი, მომჩო ჭიქები და ტკბილეული შემოიტანა. მაგიდაზე დადგა და სტუმრები მიიწვია. აბა, ახლა მომიყევი, ვინა ხარ და რითი სუნთქავ. ერთი სული მაქვს, ყველაფერი გავიგო შენ შესახებ. უცერემონიოდ დაიწყო ჯიმი. ასე პირდაპირ გაიელვა, გაუღიმა უჩა. ჯიმი მიხვდა რაღაც ისე ვერ თქვა, როგორც უნდოდა და შეეცადა განემუხტა მდგომარეობა. მაშინ მე გიამბო პირველი ჩემ შესახებ. მერე შენ მომიყევი, კარგი? როგორც შენ გინდა ისე იყოს. მე ცოტა არ იყოს უჩვეულოდ გზნობ თავს და დავიბენი. კიდეც ნერვიულად გაიღიმა უჩა. მე ზუსტად მაგ დღეში ვარ. ისე ინგლისურად კარგად ლაპარაკობს, ადისწავლე, დაინტერესდა ჯიმი. მიხარი რომ ეს სიტყვები შენგან მესმის. სკოლაში კარგი მასწავლებელი მყავდა, დედაც მეხმარებოდა. დედა დიდი ხანია აღარ ყავს? არა, მახსოვს. იმეილი წერდი, დედა არ ამყავს. ხო, მესამე წელიწადი მიდი. მამა არ მახსოვს. უმამოდ გავიზარდე. ბოდიში არ მიდოდა გული მეტკინა. მეგონა რომ მამა ყავდა. ჯიმის ხასიათი წაუხდა. უჩამ სინანულით გადახედა გიას, რომელიც მართალია გაფაციცებით უსმენდა ლაპარაკს. იქნებ რამე გავიგო, მაგრამ მისი ინგლისურის პატრონი მალე მიხვდა, რომ სიტუაციაში გარკვევა მოსაუბრეთა განწყობის შესაბამისად თუ შეძლო. თუმცა ვეღარ მოითმინა და უჩად გადაულაპარაკა. რაო, უჩა, რა მინდაო, რას ამბობს? გიამ რატომ არ იცის ინგლისურიო? ღიმილით მიუბრუნდა უჩა მეგობარს. გიამ ხელები გაშლა და ჯიმის მიაჩერდა. ხელებით ანიშნა, მაპატია არ ვიციო. ჯიმის გაეცინა და მანა ჟესტიკულაციით უპასუხა. არა უშავს, ნუ ნერვიულა, ყველაფერი კარგად იქნებაო. მერე კონიაკის ბოთლი გახსნა, ჭიქებში ჩამოასხა და ბიჭებს გამარჯვებული სახით გადახედა. აი ეს გვიშველის, რა სიტყვი უჩა, მართავს ვამბობ?
უჩას და გიას თითქოს უზარმაზარი ტვირთით ჩამოხსნეს ზურგიდან. შებმით ამოისუნთქეს და მომენტალურად გახალისდნენ. გია, გონი ჩვენებურია, ამ ბიჭთან ურთიერთობა აგაგუჭირდება, წამოიძახა უჩამ. მეც ასე ვფიქრობ, მაშინვე დაეთანხმა გია. აბა რა გიგონა, ჩემი ორეული როგორი იქნებოდა, მე მგავს, შენ კი არა, ხუმრობით დის ხასიათზე დადგა უჩა. დამაცადე უჩა, ჩემს ქუჩაზეც მოამოვა მზე, მერე ვნახოთ, დაიმუქრა გია და ჯიმის გაუღემა. ამერიკელმა ბიჭებს კონიაკით სავსე ჭიქები მიაწოდა და ერთი თვითონ აიღო და ფეხებზე წამოდგა. ჩვენ შეხვედრას გაუმარჯოს, მე ნამდვილად არ ვიცი, რა უწოდო ამ შეხვედრას. ვინ ვართ ჩვენ ერთმანეთისთვის, ძმები, მეგობრები თუ არც ვიცი, რა ვთქვა, მაგრამ მაინც ღირს ამ მოვლენისთვის ჭიქის აწევა. და ჯიმიმ სრულმოუთქმულად გადაკრა კონიაკი. ბიჭებს ანიშნა, დალიეთო. უჩა და გიაც ფეხზე იდგნენ. უჩა ჭიქა ასიადად დაიწყო. ჯიმი 15 წუთია ერთად ვართ და ასე მგონია მთელი ცხოვრება ვიცნობთ ერთმანეთს. მოდი ჩვენ შეხვედრას გაუმარჯოს. თითქმის ერთნაირები ვართ, გარეგნობით. თავის ქებაში ნუ ჩამომართვე და საკუთარი თავი კაი ბიჭი მგონია. მინდა ხასიათებითაც ერთმანეთს გავდეთ. ბევრი რამ მქონდეს საერთო. აი მაშინ კი დამეგობდებით. კი არა, ძმებიც გავხდებით. ხო მართალი ვარ, ჯიმი. ამერიკელი თანხმობის ნიშნად თავს იქნევდა. სულ იმას ფიქრობდი, ნეტა როგორია, რას ფიქრობს, რანაირად შემხვდება. გააგზელა უჩა. როგორი ვარ? შეაწყვეტინა ჯიმიმ უჩას ადღეძორა. კაცი რომ კონიაკით იწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მის ცხოვრება. ეს შენი აზრია? არა მარტო ჩემი, გამოცდილი ადამიანებისგან მსმენია. თანო გავიწყდება, რომ მე ქართველი ვარ. ქართველი არა ვარ, მაგრამ მეც ასე ვფიქრობ. მაშინ ძალიან მაგრები ყოფილა და ეგ არის. ესეც განსაკუთრებულ აღნიშვნას მოითხოვს. გაუხარდა უჩას და ჯიმიმაც ხელახლა შეავსო სასმისები. ისეთი რა გიჭირავს, რომ ხელიდან არ უშვებ მაგ შეკვრას. ჯიმიმ უჩას მარცხენა ხელს შეხედა, რომელშიც მას წერილები ჩაებღუჭა და არც კი ახსოვდა. სულ დამავიწყდა, ჯიმი ბრაზებს გამოუგზავნეს და მე გადმომცეს შენს ორეულს და უჩამ ჯიმის წერილების დასწა გადასცა და ეჭვიც კი არ შეჰპარვია თამაში. ღიმილით იკითხა ჯიმიმ. სულაც არა, პირიქით რაღაც ოულებაზე მიმიწვიეს. როგორია ჯიმი, ბრაზერობა, მოგწონს? ცუდი არ უნდა იყოს განსაკუთრებით მაშინ, როცა გძნობ, რომ ლამაზ გოგონებს შენზე უჭირა თვალი. გასაგებია, განსაკუთრებით გოგონებით მოიხიბლი, არა? და ჯიმიმ გადაიხარხარა. არც უმაგისობაა, რას ვიზამ? კარგია, კარგი ცხოვრება. უჩამ კონიაკით სავში ჭიქა ასია და სადღეძრო სათქმელად მოემზადა. ძვირფასო ჯიმი, იცი რას გაუმარჯოს? იმ ადამიანებს გაუმარჯოს, ვინც შენთვის ყველაზე ერთგულია და ვინც ყველაზე მეტად გელოდება. ადამიანებს, რომელთაც ვერასოდეს დააფარებს სათანადოდ და ვერც მათზე უღალატოს შეხვდები ვინმეს. ჯიმი ყურადღებით უსმენდა უჩას, ეტყობა დაინტერესდა მისი სიტყვებით. ვერაფრით მივხვდარიყო, ვის ადრეგზელოს ამბობდა. უჩა ამ დროს კი ქართველმა ორეულმა ამერიკელის ცნობილ მოყვარეობას ნათელი მოხმინა. ჯიმი, შენ მშობლებს დავლოცა, ბედნიერად და ჯანმრთელად დაგხვედროდნენ, შენ კიდევ მათ იმედები გაგემართლებინოს. უჩამ კონიაკი დალია და ჯიმის გადახედა, ამერიკის სახე გაებადრა, მშობლების ადრეგზელოზე წუთით დაფიქრდა, ცხადია ახლა მშობლებზე ფიქრობდა. უჩა, ქართულადაც თქვი ერთი-ორი სიტყვა, თორემ დავიტანჯე. გიამ დრო იხეთა და ძმაკაც უსაყვედურა. შენ ეს ბევრჯერ გაქვს სასმენელი, ისე ძალიან თუ გინდა გაიგო, რას ლაპარაკობ, ხო გაქვს ჩემი ნაჩუქარი მინი ლექსიკონი ჯიბეში. ადექი და გამოიყენე. ან გადამიხადე ფული და დაჯვინებას გაგიწევ. ხუმრობის ხასიათზე დამდგარიყო უჩა. დეზერტირების ბაზარს ვერ ასწი რა, არა უშავ, შენ ჯინაზე მაინც გავიგებ, რაზე ლაპარაკობ. გაბრაზებული ჩანდა გია. მშობლების ადგეძელოა ჩემო გია. იმის დედმამის გაუმარჯოს, შენ დედიკოს ვადგეძელებ. მამა შენის და დედა ჩემი ხსოვნა იყოს. მამა ჩემს რა შეეხება სიმართლე გითხრა მის შესახებ, კარგა ხანი არაფერი მსმენია. მაინც გაუმარჯოს, სადაც არის. გიამ ჯერ უნდობლად შეხედა უჩას, მაგრამ მისმა სერიოზულმა გამომეტყვილებამ დაამშვიდა. უხმოდ აიღო ჭიქა და დალია. ჯიმი იღიმებოდა. უჩა აშკარად მოეწონა. კონიაკსაც თავისი გახონდა და უკვე სითამამეც მოემატა. უხაროდა, რომ ქართველმა ორეულმა მას საინტერესო სიახლე მოუტანა. მეტიც ხვდებოდა, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი უნდა დაწყებულიყო.